ოთხში 2 წამი. მოკლედ, ანუ ამის გაკეთება ან დაახლოებით როგორ მოხდება. გავაკეთებთ ერთ divs, რომელსაც რაღაც სიგანეს მივცემთ, სიმაღლეს მივცემთ, background colors და ამ divs-ში შემდეგ კიდევ ერთი div უნდა შევქმნით. ეხლა აი აქ როგორ არის თქვენი აზრით აი ეს div-ის შიგნით კლასი უნდა მივანიჭოთ. პედინგებით არ არის? ხო, კი ბატონო, პედინგებით არის ზუსტად. მარჯინებით არის. ანუ გარე div-ი რომელიც არის იმ divs-ს ვეთქვით padding-ებს, შესაბამისად ეს div-ი შევიწროვდება. ესენი მარჯვნივ ეს ტექსტი ნუ იდეაში არ არის აუცილებელი ნებისმიერ რამე ტექსტი გეძლოთ და გეწერათ და margin right-ით, margin კი არა, ბოდიში text align right-ით გაკეთებინათ. ამ div-ის შემთხვევაში ანალოგიურად. მეორე ნაწილის შემთხვევაშიც შევქმნით ორ divs, შიგნით ერთი div იქნებოდა, ოღონდ ამის შემთხვევაში padding-ებით აღარ გავაკეთებდით და margin 0 ავტოთი გავაკეთებდით. მე რაც მან ტექსტი წერია, აი ზუსტად მასე გავაკეთე რა, მათ ხო წერია, რაც რამდენი პიქსელი უნდა გქონდეთ margin-ი, padding-ი და ასე შემდეგ. ხო, ასე შეიძლება. არ არის პრობლემა არანაირი, ნუ ნებისმიერ მთავარი იდეა ყოფილიყო სწორად. დანარჩენი უკვე დანარჩენს აღარ აქვს მნიშვნელობა. ეს ხო სამშაბათისთვის არის. ხო, ამის დედლაინი სამშაბათამდე. რა მაინტერესებს? ხო. ან მეორე ისა div-იც padding-ებით გეთება ხო, შიგნით რაც წერია და პროსტა margin იქნება top, ანუ ზედა div-თან. ქვემოთა div-ზე იძახი, ქვემოთა რომელიც იყო? დიახ. მან იდეაში padding-ები არ დაგჭირდება, იმიტომ რომ თუ დააკვირდი ზემოდან და ქვემოდან იყო, იცი გავხსნი ისევე. ზემოდან და ქვემოდან არანაირი დაშორება არ არის. უბრალოდ ერთი აქ რაც არის, რომ ეს div უნდა გავცენტროთ. გაცენტრა margin 0 ავტოს საშუალებით ხდება წინა გაკვეთილზე. ეს ვისწავლ. დიახ. უბრალოდ შიდა divs უბრალოდ ვეთქვით margin 0 ავტოს და გაიცენტრება პირდაპირ. ზედა ქვედა. შემეტი არაფერი არ აქვს. მარცხნიდან და მარჯვნიდან ავტო. როგორ? ზედა და ქვედა 0 პიქსელი და მე ავტომატურად. ხო. ზემოდან და ქვემოდან 0. იდეაში ცადეთ და შემდეგ გაკვეთილზე თუ ვერ გააკეთეთ პირობითად განვიხილოთ როგორ უნდა გავაკეთოთ მე ეს. ნუ უკვე დედლაინში ზედაზე ერთი div-ი რო იყოს და ეს ლურჯი ბორდერით გაკეთდეს სიტყვაზე. იდეაში ბორდერი მე იდეაში ხო ეგრეთ შეიძლება. მაგრამ უბრალოდ ნუ დავალებაში ნაგულისხმელი ესე არის ორი div-ით. ხო, ანუ მასე წერია ტექსტი ახლა რომ ორი div უნდა იყოს, ერთი გარე div და ერთი შიგნით. გასაგებია. გასაგებია. თორე იდეაში ეგრეთ შეიძლებოდა, მაგრამ ჯობია რომ მაინც მივყვეთ ჩვენს div-ებს. შობილი div და შვილობილი div. კიდევ ერთი კითხვი, დავალებას არ ეხება. აი, მაინც step coin-ები და რაღაცები რო არის. ეგენი ანუ რას ნიშნავს, რას აღნიშნავს? იდეაში მანდ არის coin-ების საშუალებით. coin-ები იძლევა შეფასებებიდან გამომდინარე. ანუ საშინაო დავალების შეფასებებიდან, ლექციაზე მიღებული დავალებებიდან და მე მაგქულებით გამოიხატება მოსწავლე რამდენად აქტიური არის. ეხლა მაგალითად, რაც უფრო მეტი ქულა გაქვს, ესე იგი მით უფრო კარგი მოსწავლე ხარ. პირველ რიგში ეგ არის. მე მაგ coin-ებით შეგიძლია რაღაცების ყიდვა, სტეპის მაღაზია არის, რაღაც მაისურის ყიდვა, ბლოკნოტი და რაღაცეებია. სხვა რაღაცა არის, ქვემოთ შეგიძლიათ მაისტაძე, აი მაღაზია თუ რაღაც იქნება, მე ზუსტად არ ვიცი. რაღაც ეგეთი ვარიანტი უნდა იყოს და იქ შეგეძლებათ გადასვლა და რაღაც ვაუჩერებიც არის ტექნიკის მაღაზიაში და რაღაც ეგეთი. და რამე ეგეთი შეგიძლიათ, მაგრამ მაგ coin-ებით იგი. კიდე გაქვთ კითხვა ვინმე ეს რამე თუ დავიწყოთ. ბატონო, მაშინ შეგვიძლია გადავიდეთ უკვე ჩვენს ფორმებს.
მოდი პირველ რიგში სანამ ზოგადად ფორმებზე გადავალ, მე მინდა რომ განვიხილოთ ესეთი ელემენტი, ესეთი HTML-ის ტეგი, როგორც არის input-ი. ეს input-ი იწერება ესე დააკვირდით რომ გამხსნელი ტეგი არის. დამკვირავი ტეგი არა აქვს input-ს. აქ ბოლოს შეგვიძლია slash დავუწეროთ. პირდაპირ დამკვირავად გამოვიყენოთ ან საერთოდ არ დავუწეროთ. მაგრამ ჯობია რომ მაინც დავუწეროთ, რადგან მარტო ერთი გამხსნელი ტეგია და დამკვირავი აღარ ექნება შესაბამისად ესეთ. ასე ვთქვათ, დამცავს უყენებთ. ხო. ჩვენ input-ს როდესაც ვქნით, input-ი ზოგადად რო გადმოვიდეთ ახლა ბრაუზერში. არის ესეთი რაღაც ტექსტის ჩასაწერი ელემენტი, რაღაც შეგვიძლია ჩავწეროთ. და input-ს როდესაც შევქმნით, ჩვენ აქ წინასწარ უნდა დავუზუსტოთ input-ს, როგორი ტიპის input-ი იქნება. ან უნდა დავუწეროთ ატრიბუტი type-ი. აი ამ ჭრილებში. და ვუთხრათ, რომ input-ი როგორი ტიპის იქნება. მაგალითად, ახლა სტანდარტულად ჩვენ input-ი გვაქვს ტექსტისთვის. ლოგიკურია რომ რაღაც ტექსტი შეგვიძლია ჩავწეროთ, ხო? მაგრამ input-ის იდეაში სხვადასხვა ტიპები არსებობს. რამდენიმე ტიპის არის, მაგალითად, password-ი, რომელიც ჩვენ იმებს გააკრობს. ასოებს უпростоრად ფიფქებად გამოგვიყვანს. ეს ბრაუზერზე არის დამოკიდებული როგორი იქნება აქ. ფიფქები იქნება წერტილი. ხო. ანუ ეს რა თქმა უნდა პაროლის შესაყვანად იქნება მოსაყენებელი. მოდი მე ახლა იდეაში ჩამოვწერ input-ებს. ავტომატურად დავაგენერებ, ანუ input-ს დავწერ უბრალოდ სიტყვის სახით დავაჭერ apps და ავტომატურად შემექმნება input-ი. მოდი დავუწეროთ, ან იდეაში არ გვინდა დაწერა. რაც გამოვიდა, მეორე input-ი, მეორე ტექსტის, უпростоრად მეორე პაროლისთვისა, მეორე პირველი რაღაც ტექსტი. შეგვიძლია კიდე რამე input-ი შევქმნათ ქვემოთ, input-ი, ან ჩვეულებრივად ტეგის სახელი დავწერეთ tab-ი. და შეგვიძლია რომ type-ი მივცეთ number. Number-ის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რომ მარტო რიცხვები ჩავწეროთ აქ. ანუ მე ახლა ვცდილობ რომ რაღაც ასოები დავწერო, არ გამოდის. ერთადერთი ასო რომელიც შეგვიძლია დავწეროთ, ეს არის e. ეს e-ს იმიტომ მიწერება სავარაუდოდ რომ რაღაც მათემატიკური ასოს მათემატიკურ ასოს ვარიანტად გამოიყენება, რაც აღსანიშნავად. ესეთი რაღაც გავსარდოთ ჩვენი რიცხვები. რაღაც ესეთი ტიპის input-ი არის number-ი, ძირითადად გამოიყენება ტელეფონის ნომრის ტელეფონის ნომრების შესაყვანად. მაგალითად, საიტი გვაქვს, სადაც მომხმარებელი რეგისტრირდება და უნდა ჩაწეროს ტელეფონის ნომრი. რა თქმა უნდა, იქ ტელეფონის ნომრების ჩასაწერად არ დაჭირდება ასოების სიტყვის ჩაწერა, ამიტომაც მხოლოდ რიცხვების ჩაწერის უფლება ექნება. მით უმეტეს, აი თუ დაკვირვებულ ხართ ტელეფონიდან რომ შედიხართ სადმე და წერთ input-ში, მაგალითად უნდა შეიყვანოთ pin-კოდი და რომ გთავაზობთ რომ მარტო რიცხვები შეიყვანოთ, ანუ თლიან კლავიატურას კი არ გიხსნით რა, მარტო რიცხვების ჩაწერის უფლება რომ თუ დაკვირვებულ ხართ ეგეთ რაღაც. ეს ხდება input type number-იდან გამომდინარე. ანუ მომხმარებელი რო ტელეფონზე აირჩევს დააჭერს უბრალოდ ჩაწერას, ამოუვარდება კლავიატურა, სადაც მხოლოდ რიცხვები იქნება. შემდეგი input-ი მაგალითად შეგვიძლია ავირჩიოთ type date. Type date-ის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია რომ რაღაც ესეთი თვე და რიცხვი ავირჩიოთ პირობითად. მაგალითად, აქ ავირჩიოთ, აქ მოგვენიშნება და
ნუ ჯერჯერობით ახლა input-დან ინფორმაციის წამოღებას ჩვენ ვერ ვნახავთ. ანუ რაღაც ეს ინფორმაცია ჯერ რომ მივიღოთ და გამოვიყენოთ, ამას უკვე JavaScript-ის მხრიდან გავაკეთებთ. JavaScript-ს როდესაც ვისწავლით input-ში ჩაწერილ ყველა მნიშვნელობას, ვისწავლით როგორ მივიღოთ, როგორ დავამუშაოთ. არის გაკეთება შეგვიძლია. თან დააკვირდით, რომ input-ი არის inline ელემენტი, აზრდებიან. ანუ შემდეგი input-ი მაგალითად type range ესეთი input-ია შეგვიძლია რომ მოვნიშნოთ სხვადასხვა ნუ ავირჩიოთ მაგალითად ფასი მაგალითად 0-დან 1000-მდე და ესეთი input-ის საშუალებით შეგვიძლია გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ეს არის input type range. იდევ input-ში რა შეგვიძლია განვიხილოთ? იდეაში input type კოლორია საინტერესო. ხო, კოლორიც არის კი ბატონო. input type checkbox-ი. ანუ ესეთი მოსანიშნე არის. რაღაცის წიჩკარო შეგიძლია დასვა, უბრალოდ, არაფერი განსაკუთრებული. checkbox-თან ერთად თან გეტყვით input type radius. მოდი რამდენიმე radius გავაკეთებ, ანუ 3 input შევქმნი Z-ზე და ესეთი მოსანიშნე input-ები არის. თან განახებთ დღეს ახლა პირობითად ანუ ისე როგორ გავაკეთოთ, რომ მაგალითად ამ 3-დან მხოლოდ ერთის არჩევა შეგვეძლოს, მაგაზე ვივარჯიშებთ. ახლა უბრალოდ მინდა რომ ვიზუალურად განახოთ რა და როგორ არის. input type color-იც ასევე როგორც გიორგი შენ თქვი, ხო? კი ბატონო. და ესეთი რაღაც ფერის არჩევა შეგვიძლია სხვადასხვა ფერის. შეგვიძლია ნებისმიერ რაღაც ფერი ავირჩიოთ. იდეაში, ანუ ჩვენ ახლა აქ ფერს კი ვირჩევთ, ანუ input-ებში მნიშვნელობას კი ვწერთ, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე ამის გაკეთება შეგვიძლია მხოლოდ ვიზუალურად. იქიდან გამომდინარე, რომ JavaScript-ის მხრიდან ხდება ამ მნიშვნელობის წამოღება, ანუ მიღება, დამუშავება და მე აქედან გამომდინარე რაღაც სხვადასხვა მოქმედებების შესრულება. JavaScript-ზე რომ ამაზე ძალიან ბევრს ვივარჯიშებთ, მე input-ების საშუალებით რაღაც სხვადასხვა ელემენტებს შევქმნით და ასე შემდეგ. ჯერჯერობით მხოლოდ ვიზუალურად გავაკეთებთ რაღაც ელემენტებს. ვიზუალურად ვივარჯიშებთ. ხო, input type color-ი და კიდე იდეაში მგონი არაფერი არ გამომჩა. იდეაში ჯერჯერობით არაფერი არ გამომჩა, ძირითადები და მნიშვნელოვანები რაც არის. გაჩვენეთ და თუ რამე კიდე ისეთ დამატებით გამახსენდა, ეტყვით აუცილებლად. ახლა იდეაში მე ამ input-ებს წავშლი და ამ input-ების საშუალებით მოდით რამე სარეგისტრაციო ფორმა შევადგინოთ. მოვიყენოთ ასევე CSS-იც იმისთვის რომ ფორმა გავაკეთოთ ძალიან ლამაზ. იდეაში ზოგადად ჩვენ როდესაც ვიწყებთ ფორმის გაკეთებას, ან ფორმის შედგენას, მაგალითად სარეგისტრაციო ფორმა, რაღაც კვიზი და ასე შემდეგ. ყველაფერი უნდა შევქმნათ form tag-ში. ეს ყველაფერი ხდება form tag-ში. იქიდან გამომდინარე, როდესაც ჩვენ form tag-ს ვაკეთებთ, ჩვენ შეგვიძლია, ხო, ორი input-ი გამოვჩა, ახლა გამახსენე. inputs მივცეთ type-ი, ბატონი, ან type-ი submit-ი, ან type-ი reset-ი. ანუ input-ის 3 ტიპი შეგვიძლია შევქმნათ. იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც button type submit-ს დააჭერ, ჩვენი ფორმა დადასტურდება და გაიგზავნება სადღაც. ნუ ჩვენ შემთხვევაში მივიღებთ JavaScript-ში ან Angular-ზე და ნუ შემდეგ უკვე დავამუშავებთ საჭიროების მიხედვით. იდეაში reset-ი, type-ი, როდესაც ამ ტიპის მქონე
inputs დავაჭერთ, ანუ იდეაში ნახეთ ვიზუალურად რო განახოთ. ესეთი ღილაკი გამოდის input type submit-ი რომ ნახოთ. ესეთი ღილაკი, ანუ ჩვეულებრივი ბათონის სახით გამოდის და input type ბათონი და ბათონის შემთხვევაში ახლა, ანუ ესეთი რაღაც მივიღეთ, შეგინთ არაფერი არ ჩაიწერე. იდეაში placeholder-ი ამაზე სავარაუდოდ არ იმუშავებს placeholders გან. input type ბათონი ზოგადად იმისთვის გამოიყენება, რომ ვუთხრათ ჩვენს მომხმარებელს არაბოდეში. თვითონ ამ inputs ვუთხრათ, რომ რამე კონკრეტულ მნიშვნელობას ეს არ შეასრულებს. ზოგადად input type ბათონს არ ვიყენებთ ხოლმე. საჭირო input type ბათონს შევქმნით. ბათონზეც შეგვიძლია ასევე სხვადასხვა type-ების საშუალებით ანალოგიური მნიშვნელობები გავაკეთოთ. submit-ი, type submit-ი და REST-ი. ორივეს აი ამ შემთხვევაში input-საც და button-საც ზუსტად ერთი და იგივე მნიშვნელობა ექნება. მოდი 1 2 3 4 5 6. აქ ნუ რასაც შეგვიძლია იმას ჩავწერთ, აქ ავტომატურად REST და submit ეწერა. მაგრამ რეალურად ორივეს ერთი და იგივე მნიშვნელობა ექნება ზუსტად. form tag-ის მნიშვნელობაზე მე უფრო კარგად ვისაუბრებთ, უფრო კარგად განახებთ პრაქტიკაში, როდესაც JavaScript-ზე და Angular-ზე გადავალთ, იმიტომ რომ form tag-ი ასე ვთქვათ არის ფორმების კონტეინერი, რომლებშიც ჩვენ წერთ ფორმებს. ნუ ეს ლოგიკურია, მაგრამ JavaScript-ისთვის ეს form tag-ი ცნება უკვე რაღაც გათვალისწინებულია. და შემდეგ უკვე ფორმასთან რომ ვიმუშავებთ, უკვე გასაგები იქნება JavaScript-ის მხრიდან, რომ ფორმასთან გვაქვს რაღაც მოქმედებები და რაღაც შესაბამისად რაღაც პლუსები იქნება. კარგი, მოდი ჯერჯერობით ჩვენ form tag-ი შევქმნათ. იდეაში ავტომატურად თუ შევქმნით action ატრიბუტი მოყვება form, ანუ ავტომატურად რო შევქმნა, ახლა მოყვება ესეთი ატრიბუტი action. ეს action ატრიბუტი იდეაში ჩვენ არ გვჭირდება front-ებს, აქ ბექის მხრიდან უნდა გაიწეროს რაღაც მნიშვნელობა, რაც ჩვენ არ გვეხება, არც გვჭირდება. ამიტომაც შეგვიძლია ეს თამამად წავშალოთ ეს ატრიბუტი და შემდეგ უკვე დავიწყოთ სუფთა ფორმში მუშაობა. კარგი. იდეაში ახლა ფორმებთან ერთად უნდა ვახსენოთ აუცილებლად ესეთი tag-ი, როგორიც არის label. რომელსაც ვიყენებ ზოგადად იმისთვის, რომ მომხმარებელს მივანიშნოთ, რისთვის გამოიყენება ესა თუ ის input-ი. მაგალითად, ახლა მე ჩავწერ label-ში name და აი აქ შევქმნი ქვემოთ inputs. type იყოს ტექსტი, labels როგორც დააკვირდით, მე რომ შევქმენი for atribute გამოვა. ამას განახებთ ახლა ზოგადად რა შეგვიძლია გამოვიდეთ. ჯერჯერობით ნახოთ. ან თუ დააკვირდებით, უბრალოდ გვერდიდან გამოვიდა ესეთი ტექსტის სახით name-ი და გვერდზე დაუდგა input. იდეაში ალბათ იფიქრებთ, რომ რაღა label-ი გამოვიყენო, ან სხვა რამე პირდაპირ span-ში ჩავწერ, ის inline ელემენტია, როგორც label-ი და გვერდზე დაუდგება და ჩვეულებრივად იმუშავებს. მაგრამ label-ის უპირატესობა ის არის, რომ მე თუ label-ის for-ში ჩავწერ მაგალითად names და ჩვენს inputs დავუწერთ ესეთ ატრიბუტს, როგორიც არის id და ეს id დაემთხვევა label-ის force მაგალითად აქ ჩავწეროთ name-ი რომ გადმოვიდეთ და ვნახოთ. მე რომ ახლა names დავაჭირო პირდაპირ input-ში დამიფოკუსდება მაუსი. ანუ იდეაში ახლა ეს id რომ მოვუშავო, ნახეთ, მე ამ names რომ დავაჭირო, არაფერი არ მოხდება. არაფერი არ ხდება. მაგრამ როდესაც label-ის for-ში ჩაწერილი მნიშვნელობა და id-ის ატრიბუტში ჩაწერილი მნიშვნელობა ემთხვევა ერთმანეთს, მე names როდესაც დავაჭერ, პირდაპირ input-ში დამიფოკუსდება მაუსი. ხო, ეს ესეთი
იდეაში შეიძლება უნიშნულო ჩანდეს ერთი შეხედვით ეს მოქმედება, რომ ტექსტს რო დავაჭერ პირდაპირ დამიფოკუსდეს ინფუზე. მაგრამ ზოგადად ძალიან ბევრ შემთხვევაში ამას თხოვენ დეველოპერებს, რომ აუცილებლად უნდა იყოს. ესეთი რამ. იდეაში მოდით როგორ გავაკეთებთ? მე BR-ის საშუალებით, ჯერჯერობით მარტო BR-ის საშუალებით გავაკეთებ. BR-ის საშუალებით ჩამოვაგდებ ჩვენს input-ს ქვემოთ. მოდით იცით როგორ გავაკეთოთ? form tag-ი გავსტილოთ. მოდი პირველ რიგში class მივცემ. Class-ი კონდეს მაგალითად registration და დავაკოპირებ ამ class-ს და გადმოვალ ახლა CSS-ში. მოდი CSS-ის გვერდიდან გავხსნით. ორივე მხარე გამოჩნდეს. წერტილის საშუალებით მიმართავთ ჩვენ class. ხო, თან მითხარით, აი რამე ხო არ დარჩა გაუგებარი ან რამე კითხვა ხო არ გაგიჩნდათ, ახლა აი აქ რაც გავიარეთ. ან ძალიან სწრაფად ხო არ მივდივარ, ნელა ხო არ განვიხილო, ან ძალიან ნელა ხო არ. ოდნავ ნელად შეიძლება. ბატონო. დიანა შეგასამოვდი. ID name-ის შემთხვევაში, ანუ mouse names რომ დაკლიკებ, ვარდება ცარიელ ადგილას. ხო, ჩემთან არ გავაკეთე ამასე და მოვხვდები რისფერი შეიძლება იყოს, მაგრამ იცი რაც დააკვირდი? For-ში, აი აქ label-ის for-ში. ვითა. დიდი ასო რომ იყოს, მაგალითად არ გაქვს, ხო? ანუ იმითაც ემთხოვე. მე ვიგოდი 1 წამით, 1 წამით შევხედა. არა, ორიდან 1 ტეგი მაქვს. კარგი, მაშინ გააზიარება ვნახოთ, განვიხილოთ რა შეა პრობლემა. 1 წამით აქ 2 name წერია და მე არ მიწერია 2. 1 წამით. ნახო. ესე შევა, ახლა გაკეთდა. გაკეთდა, ხო? გაკეთდა. მადლობა. ეს აი ცოტა ნელა თუ შეიძლება, რომ მეც კი ბატონო, ნელა გავაკეთებ მაქსიმალურად. კარგით. ხო. იდეაში registration-ს ან თვითონ forms მივმართეთ და აი პირობითად როგორც div-ს მართავდით ჩვენ, ისე შეგვიძლია ახლა ეს form tag-ი ვმართოთ. მაგალითად თვითონ ამ form tag-ს შეგვიძლია უთხრათ width, ანუ სიგანე მიცეთ, ამე. მაგალითად იყოს სიგანეში 400 პიქსელი. სიმაღლეში იყოს რავი, მოდი სიმაღლე საერთოდ არ მივუთითოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ბლოკურ ელემენტს, ეს ფორმი არის ბლოკური ელემენტი. ბლოკურ ელემენტს, როდესაც სიმაღლე არ აქვს შეზღუდული, ანუ height-ი ფიქსირებული თუ არ უწერია. იზრდება იმ ხელაზე, ზუსტად იმ ხელაზე, რამდენი კონტენტიც იქნება შიგნით. ანუ თუ 10 input-ი იქნება, ზუსტად ისე გაიზრდება, რომ 10 input-ი ჩაეტიოს. ხო, ამას ახლა პრაქტიკაში განახლებთ და უფრო მიხვდეთ. და აი ერთი კითხვა. ხო, გისმენთ. აღარ მახსოვს ეს როგორ, ანუ CSS-ი როგორ გახსენით, ან თან ესე ცალკე აღარ მახსოვს ეს. აი აქ ჩავარდნელი ახლა მაგალითად. და ხელი მოვუკიდე. ას მოვუკიდე. აი აქ სულ მარჯვნივ წამოვიღებ. და ჩავარდებ. დაახლოებით და ავუშვებ mouse-ს. ან კიდევ ერთი ვარიანტი არის, აი აქ ნახეთ ესეთი აიკონი არის, დავაჭერ ამას და აი გამიყო ეკრანი. მადლობა. აი სანამდე რაც წერიაო input-იო შეგინთო იქამდე იზრდება ბლოკურ ელემენტზე თვით, ხო? თუ არ მივუთითებ. ხო.
ანუ მაგალითად მე თუ ჰეითი არ მიწერია მხოლოდ იმ შემთხვევაში მე რომ ჰეითი დაუწერო მაგალითად 200 პიქსელი 200 პიქსელი ზუსტად 200 პიქსელი იქნება ფიქსირებული ცოტა ხანში min heights-ას და max heights და min width და max width-ის მნიშვნელობებსაც განახილეთ და იმან უფრო კარგად მიხვდებით ახლა რას გულისხმობ heights არ დაუწერ width-ი მივეცით მაგალითად მივცემ background colors და მოდი იდეაში ბარემ ახლა განახებთ ნუ ამის დაზაპირება დედირობით არ არის სავალდებულო მაგრამ ჩვენ ფერები შეგვიძლია black orange და ასე შემდეგ ფერები დავწეროთ მაგრამ ასევე არსებობს რამდენიმე ტიპის ფერის დაწერის საშუალება მაგალითად ერთი არის hexi 600-იანი რიცხვებისგან და ციფრებისგან შემდგარი ასე ვთქვათ ფერების კომბინაცია ანუ 6 100 არის 6 ანუ იწერება შარფი ძიეზი ეგრეთ წოდებული და რიცხვებისგან და ასოებისგან შედგება ჩვენი ჰექსი ამის დაზეპირება არ არის აუცილებელი მე მაგალითად CCC-ს დავწერ ანუ შარფი და CCC ოღონდ მე გითხარით რომ 6 რიცხვისგან და 100-სგან უნდა შედგებოდეს მეთქი მაგრამ თუ 6 ერთი და იგივე იქნება მაშინ შეგვიძლია 3 დავწეროთ ეს იმას ნიშნავს რომ პირობითად შემოკლებით ვწერ 6 ეს CCC არის რაღაც მონაცრის პრო ასე ვთქვათ კიდევ არსებობს ცოტა ხანში უფრო დაწვრილებით ვისაუბრებ ამაზე უბრალოდ ახლა ვიზუალურად განახილეთ RGB აქ უკვე 3 ფერისგან შემდგარი ფერი იქნება აი მაგალითად black orange და red მაგრამ ასევე შეგვიძლია ჰექსები გამოვიყენოთ აქ ანუ ესეთი ტიპის ფერები მაგალითად 3 ნულიანი ნულები არის შავი F-ები არის თეთრი CCC ნაცრისფერია და ასე შემდეგ აქაც შეგვიძლია რაღაც აი მაგალითად ნული F-ები თეთრისგან და ნაცრისფერისგან შემიძლია შევადგინო რაღაც ერთი ფერი და ნუ კიდე ერთი RGB არსებობს ნუ ბოლო პარამეტრი მეოთხე პარამეტრის ეწერება რომელზეც ბოლო რომელშიც უფრო სწორად ბოლო პარამეტრს ვწერთ როგორც გამჭირვალობას ამაზე დაწვრილებით მე ვისაუბრებ ახლა უბრალოდ განახეთ და ესეთი ჰექსის ფერი მივეცი ახლა CCC შარფი და CCC ხო და ნუ იდეაში ეს გეცვენებათ ალბათ რატომღაც ძალიან ჩემთვის ძალიან ის იყო რა ჩვეულებრივი მომენტი აი ის რომ არის აქ და უბრალოდ ეს არ მიხსენებია არ დამიკონკრეტებია წინა გაკვეთილზე მაგრამ თუ დააკვირდებით მაგალითად ახლა მე რომ ნებისმიერ ფერს ჩავწერ აი აქ მიჩვენებს რა ფერი არის აი ეს ფერი ხო აი აქ დაწერილი ფერი მე აქ შემიძლია მაუსი მივიტანო ამ ფერზე ქვემოთ ჩამოსვლო და რამე კონკრეტულ სხვა ფერზე შემიძლია გადავცვალო ახლა ეს ფერი ხო ეს შეიძლება დაგჭირდეთ სხვადასხვა ვარიანტებში და აი თუ დააკვირდებით ახლა 1F7E14 ნიშნავს ამ ფერს ну ამების დაზეპირება არ გჭირდებათ უბრალოდ უნდა იცოდეთ რომ ну ესეთი რაღაც შარფით და სხვადასხვა ასოებისგან რიცხვებისგან იქნება ფერები კარგი background color-ი მივეცით მოდი თვითონ form text მოდი ჯერჯერობით ნახოთ როგორ გამოიყურება ხო ну ჯერჯერობით არაფერი ლამაზი ამისგან არ გამოსულა პირველ რიგში ახლა ესეთ კითხვას დავსვავ მე CSS-ში აი წინა გაკვეთილზე ვთქვი რომ CSS-ში როგორც გადავალ პირდაპირ რაღაცა უნდა გავაკეთოთ ფიფკი რა უნდა გავაკეთოთ ხო ფიფკი კი ბატონო მიმართოთ ფიფკს მერჯინი უნდა გავანო არ ბოლოს რა თქვი ახლა
როგორ? არ გახსოვს? მერჯინი და პადინგი უნდა გავანულოთ. არა, მესამე არის კიდე. კი ბატონო. მერჯინი, პადინგი და აი მესამე border box. Order box-ი. კი ბატონო. Order box-ი. box. Sizing border box. უი, დიანა, შენ არ იყავი ხო წინა გაკვეთილზე? ეხლა გამახსოვს. არა, წინაური არ ვიყავი, კი. მაგრამ ვუყურებ კი, შაბათკვირას. ჩანწეს აუცილებლად უყურე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემები. კახა, შენ არ იყავი? არა, როგორ არა ვიყავი. ხო, მეთქი მოცვად მომისმა რომ მეც არ ვიყავი. არა, არა ვიყავი. ხო, და ანუ box sizing border box-ები შემახსენებს რისთვის ვიყენებდით? რამე ზოგადი მნიშვნელობა რომ ითხრათ box sizing border box-ი. პიქსელებს რო არ გას. არ უნდა პიქსელებს მარჯინი და პადინგის დროს არ გაცდეს. ხო, ანუ, როდესაც ჩვენ პადინგებს ვიყენებთ, შეიძლება ჩვენი ბლოკის ზომა შეიცვალოს. შეიძლება კი არა აუცილებლად შეიცვალოს box sizing border box-ი თუ არ ვიქნებთ. ანუ პადინგებს როდესაც ვაძლევთ რამე ელემენტს, ეს ელემენტი აუცილებლად გაიზრდება. იქიდან გამომდინარე, რომ ამ პადინგების სივრცეს შექმნის როგორც ახალ სივრცეს და იქიდან გამომდინარე აიღებს პადინგებს. მაგრამ ჩვენ ვეუბნებით, რომ box sizing border box-ი როდესაც ჩართული მაქვს, მე რომ ვეტყვი, რომ 400 პიქსელი უნდა მქონდეს სიგანეში რაღაც ელემენტი და 400 პიქსელი რომ აქვს სიმაღლეში, შენ არ გამიზარდო მე ეს ბლოკი რამდენი პადინგიც უნდა დაუწერო. მე თუ ვიძახი 400 პიქსელი უნდა იყოს, დამიტოვო 400 პიქსელი. ბორდერის შემთხვევაში ანალოგიურად. მე რო ბორდერს ვქნი, ამ 400 პიქსელის გარედან არ შემიქმნა ეს ბორდერი. პირდაპირ ეს 400 გამოიყენე ეს სიგრძე, რომ ასე ვთქვათ, შიგნითვე ჩამიტი ეს ბორდერი. და გარეთ არ გაიგო. ხო, იდეა ეს არის. ხო, box sizing border box-ის კიდე ბევრჯერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ზოგადად ხშირად დავიწყდება ხოლმე ბევრს ეს box sizing border box-ი. ამიტომაც პერიოდულად გავიხსენებთ ხოლმე. ანუ ყველა ლექციაზე დავწერთ, მაგრამ აინც და ვიცოდეთ რა არის და რა საკეთებს. ხო, იდეაში გავანულეთ ახლა, როგორც ხედავთ. აქამდე სანამ გავანულებდით, ნახეთ როგორ იყო. ეს დივი უფრო გამოწეული იყო ქვემოთ, რაც მე ძალიან არ მომწონდა, იმიტომ რომ რაღაც მერიჯინების სტანდარტული ქონდა. რაც არის დაუშვებელი, იმიტომ რომ თუ დაშორებები გჭირდება, ეხლა ჩვენ დაუწერთ ამ დივს. პირველ რიგში აი ეხლა ესეთი კითხვა მინდა მე დავსვა. მე მინდა ეხლა ეს ფორმი მოვაყდინო ჰორიზონტალურად ცენტრში, მაგრამ ზემოდან იყოს დაშორება საიტის ტოპთან, ანუ ჭერთან, ასე ვთქვათ. დაშორება დაახლოებით 50 პიქსელი. მერჯინ აქ ქვემოდანაც და ავტო. კი, ბატონო, ზუსტად. ანუ უწერთ მერჯინს, მერჯინზე შეგახსენებთ, რომ როდესაც მერჯინს უწერთ ორ პარამეტრს, ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი დაწერილი მნიშვნელობა ეს იქნება ზემოდან და ქვემოდან მერჯინი, მეორე დაწერილი მნიშვნელობა იქნება მარჯვნიდან და მარცხნიდან. ანუ ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენს form text, რომელსაც კლასი აქვს registration, ზემოდან და ქვემოდან ქონდეს მერჯინი 50 პიქსელი, მარცხნიდან და მარჯვნიდან ავტომატური. ანუ ცენტრში უნდა მოხდეს ახლა ჩვენი ფორმა, როგორც ხედავთ, კი ბატონო, მოხდა ზუსტად ცენტრში. კარგი. ეხლა კიდევ რაც არ მომწონს მე, რომ აი ეს input-ი პირდაპირ არის მიწებებული ჩვენს label-ზე. და ასევე input-ზე. მე მინდა რომ რაღაც პატარა დაშორებები იყოს აქ გვერდებზე, რომ მაინც მიტყებებული არ იყოს, ხო? ამ ელემენტებს. რას ვთავაზობთ, აი რისი გაკეთება შეგვიძლია აქ. შემოთავაზებთ. ბია. პადინგის დავწიოთ. კი ბატონო, პადინგის საშუალებით შეგვიძლია, ანუ დაუწეროთ პადინგი, მაგალითად 10 პიქსელი, 10 პიქსელი ნახოთ ახლა როგორ იქნება, ანუ
კიდევ პადინგზე შეგახსენებთ, პადინგის და merging-ის შემთხვევაში ანალოგიურად არის, რომ პირველ პარამეტრს თუ ერთი პარამეტრი გიწერია, ესე იგი შენ გულისხმობ ყველა მხრიდან ამ პიქსელების რაოდენობას. ანუ ახლა მე ვუთხარ, რომ ყველა მხრიდან მიიღე დაშორება 10 პიქსელი და მოდი ვნახოთ. აი თუ დააკვირდებით, გვერდებიდან შემოწია, მაგრამ გაიზარდა სიმაღლეში. სიმაღლეში იქიდან გამომდინარე გაიზარდა, რომ იდეაში box sizing border box-ში ჩართული გვაქვს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს შეზღუდული არანაირად ამ ბლოკის გაზრდა. ანუ ჩვენ დაშვებული გვაქვს და ნათქვამი გვაქვს, რომ ბლოკი რამდენზეც იქნება საჭირო, იმდენზე გაიზარდოს. და ეხლა მივიღეთ ესეთი რაც. ეხლა მე მინდა რომ პირველ რიგში ეს name-ი გავზარდო. ტექსტი გავზარდო. რას მირჩევთ თქვენ, აი როგორ გავზარდო ეხლა ეს ტექსტი? Text sizing-ი ალბათ. არა. Font sizing-ი omgoni. ხო, font sizing არა, font size-ი. Size. ხო. და უნდა მივმართოთ selectors, ნახეთ label-ი, tag-ი. Tag-ი როგორ text როგორ უნდა მივმართო? აი მაგალითად labels რომ მივმართოთ. და დავწერო კლასი უნდა მივანიჭოთ და არა, იდეაში მოდი კლასის გარეშე დავწეროთ, უბრალოდ label-ია, რომელსაც უნდა მივმართოთ. შეგვიძლია კლასის გარეშეც მივმართოთ. tag-ის საშუალებით. პირდაპირ label დავწერეთ მაშინ და კი ბატონო, პირდაპირ label დავწეროთ. აქ label-თან წერტილის წინ დაწერა არ გვჭირდება, იქიდან გამომდინარე, რომ label-ი კლასია, არ არის კლასი, წერტილს მხოლოდ იმ შემთხვევაში უწერთ რაღაც ელემენტს, როდესაც მიმართავთ კლასს. აქ. და მოდი labels უთხრათ font size-ი, მაგალითად 22 პიქსელი. ანუ 6 პიქსელით გავზრდი სტანდარტულ ზომას. მოდი შევამოწმოთ, ხო. ჩვენი ტექსტიც გაიზარდა. მოდი ახლა ჩვენს inputs, ასევე მივმართოთ inputs tag-ის სახელის საშუალებით. ანუ მივმართავ inputs და მოდი ამასაც მივცეთ რაღაც კონკრეტული სტილები. მაგალითად, მე შემიძლია მივცე width. ჩვენს inputs მაგალითად დაუწერო პირველ რიგში 10 პიქსელი, პირობითად ძალიან დავაპატარავ, ნახეთ. ეს რაღაც გამოვიდა, ან შემიძლია ზოგადად დავწერო პროცენტულად. მაგალითად, მე თუ დავწერ width-ს და 100 პირობითად პროცენტს, ნახეთ რა მოხდება. ჩვენი input-ი გაიწელება 100%-მდე. შობლის 100%, რაც ექნება ნებადართული, იმის 100%-ს დაიკავებს. მე რომ დავუწერო 50%, რა თქმა უნდა, დაიკავებს ნახევარს მხოლოდ. ანუ ზოგადად ჩვენ აქ მარტო პიქსელები კი არა, პროცენტებით შეგვიძლია გამოვიყენოთ. პროცენტულობაში შეგვიძლია ნებისმიერ რამეს მივმართოთ და პროცენტები მივცეთ, მაგალითად registration-საც ანალოგიურად, რომელსაც 400 პიქსელი მივეცით, შეგვიძლია რაღაც პროცენტული მაჩვენებელი ავიღოთ. პროცენტი როდესაც რაღაც ელემენტს მივმართავთ და მაგალითად ვეუბნები, რომ inputs უნდა კონდეს 100% სიგანე. მე ვგულისხმობ, რომ მშობლის სივრციდან გამომდინარე 100%. მშობელი ვინ არის ახლა ამ input-ისთვის? Form-ი. Form-ი. კი ბატონო. ანუ form-ი არის, input-ი არის უბრალოდ form-ის შვილობილი ელემენტი. მე როდესაც ვეუბნები, რომ შენ სიგანე დაიკავე 100%, მე ვეუბნები, რომ მშობელში რა სიგანეც არის ნებადართული შემთხვევაში. ის სიგანე დაიკავე. რეალურად ბოლომდე იწელება, მაგრამ კუთხეებს იმიტომ არ ედება, რომ დანარჩენს უკვე პადინგების ზღუდავენ.
პადინგები არ აძლევთ დაშორების უფლებას. აქედან გამომდინარე უკვე ვიღებთ რაღაც უკვე ნელა ნორმალურ ფორმას ვქონი. ასევე შეგვიძლია height-ი დავუწეროთ, მოდი height-ი პიქსელებით დავუწეროთ, მაგალითად იყოს 30 პიქსელი. მოდი ჯერ 30 პიქსელი ვნახოთ. ხო, მგონი ნორმალური. ასევე, აი მაგალითად ძალიან ბევრს აღიზიანებს ესეთი რაღაც. მე რომ მაუს ჩავაჭერ input-ში, ნახეთ, ესეთი შავი რაღაც ხაზები გამოდის, შავი ბორდერის ვარიანტი. შეგვიძლია ეს შავი ბორდერი ჩვენ გავუთიშოთ. მე შეგვეძლება რომ ცოტა ხანში განახეთ იდეაში ჩვენით შეგვეძლება ესეთი რაღაცის გაკეთება. ფსევდო კლასებს რო ვისწავლით, მაგრამ ჯერჯერობით შეგვიძლია გავუთიშოთ. რომ რაღაც უცნაურად მუშაობს. ასნაირად არ არის მაინც და მაინც მიმზიდველი ასე. inputs შეგვიძლია ახლა დავუწეროთ, ნახეთ, outline. Outline-ი ქვია ზუსტად max stils, რისის საშუალებითაც მივმართავთ აი ამ შავ ხაზს. და ნუ ჩვენით შეგვიძლია რაღაც კონკრეტული ასე ვთქვათ, ზომები მივცეთ, მაგალითად 3 პიქსელი, აი borders როგორც მართავთ, ანალოგიურად მართავთ რა. მაგალითად solid აპირობითად. ნახეთ, მაგრამ ეს ავტომატურად იქნება თუ ჩავაწყაბებთ და არ ჩავაწყაბებთ, მაგის და მივხედავთ. ნუ ამას ეს ხდება აქტივის საშუალებით, ანუ ოდესაც ჩავაწყაბებთ, მაშინ მიიღოს ეს სტილი. შეგვიძლია შემდეგ ესე ავწეროთ. მაგრამ ჯერჯერობით დავუწეროთ none. ნუ none ნიშნავს, რომ არ მჭირდება, არ მინდა გავთიშო. და outline. none-ის საშუალებით, როდესაც inputs დავუწერთ, როდესაც მაუს ჩავაწყაბებთ, ეგეთი რაღაც შავი არ გამოვა. უბრალოდ აი თუ დააკვირდებით, აი სულ პატარაზე, აი ამის ფერი მუქდება თვითონ input-ის ბორდერის. და იდეაში ჩვენ კიდევ შეგვიძლია ესეთი საინტერესო რაღაც გავაკეთოთ. inputs გავუთიშოთ ბორდერი. ამ სტანდარტულად თუ ხედავთ, inputs აქვს ესეთი ბორდერი. შემიძლია მივმართო borders input-ში და დავუწერო none. და ეს ბორდერიც გავუქრე. მაგრამ ახლა ეს ოთხკუთხედად რო არის, ესეც რაღაც ლამაზად არ ამგონია რომ იყოს. ცოტა გვერდები რომ დავუმრგვალოთ, გონი უკეთესი იქნება, ხო? როგორ ხო, border radius. კი ბატონო. დავუწეროთ border ტირე რადიუსი. დაახლოებით ჯერ 10 პიქსელი ვნახოთ როგორ იქნება, თუ მოგვეწონება დავტოვოთ. გონი არ ძალიან მომრგვალებულია ახლა. მოდი ესე 7 პიქსელი ვცადოთ. ხო, ესე მგონი ნორმალური. ახლა იდეაში კიდევ ერთი მომენტი არ მომწონს. ის რომ ნახეთ, პირდაპირ აქაც ძალიან ახლო კუთხიდან იწყება წერა. input-ში, ხო? ამ პირდაპირ გვერდზე არის მიწებებული. ზოგადად ესე რომ არის ამ ყველაფერი კუთხეებზე რომ არის მიწებებული, არ არის ლამაზ. ამიტომაც ამისგან თავი უნდა დავიცვათ, რომ აქ თქვენი აზრით აი რას გამოვიყენებდი, რომ აი აქ კუთხეზე არ იყოს მიწებებული ახლა ეს. Heading-ებს ალბათ. კი ბატონო, აქაც შეგვიძლია ჩვეულებრივად input-საც შეგვიძლია მივმართოთ და input-თან გამოვიყენოთ padding-ები. მაგალითად, padding-ები დავუწეროთ. იდეაში ზემოდან და ქვემოდანაც შეგვიძლია დაშორება ავიღოთ. მაგალითად, უთხრათ, რომ ზემოდან და ქვემოდან იქნება 3 პიქსელი padding-ი, ზემოდან და ქვემოდან, უпростად მარჯვნიდან და მარცხნიდან 8 პიქსელი იქნება. შესაბამისად, ნახეთ ახლა რა გამოვიდა. ცოტა აი შემოწეული არის ჩვენი input-ის დასაწყების სივრცე და ბოლოშიც დააკვირდით, რომ აი მაინც და მაინც სულ ბოლომდე არ მიდის. ზემოდან და ქვემოდანაც არის რაღაც კონკრეტული პიქსელების რაოდენობა დაშორება. იდეაში ახლა ეს მიახლოებული მაქვს მე, თორე რეალურად ძალიან პატარაზე ჩანს ახლა ეს ყველაფერი.
ამიტომაც მგონი ცოტა ჯობია რომ ზომები გაუზარდოთ, ხო? ყველაფერს. მაგალითად, ამას მივცემ. 40 pixels heights, border radius იყოს ესეც იყოს. Label-ის ზომას გავუსვი დაახლოებით 24 პიქსელამდე და input-ში ასევე შეგვიძლია აქაც font size-ი გავუზარდოთ. მაგალითად 22 პიქსელი. აქაც უკვე შედარებით დიდი ტექსტი ჩაიწერე. ეხლა მოდი კიდევ ესეთი რაღაც გავაკეთოთ. input-ი და name-ი ცოტა დავაშოროთ ერთმანეთს. აქაც ძალიან მიწევებული არის რაღაცნაირად. ცოტათი ქვემოთ ჩამოვწიოთ input-ი. როგორ ჩამოვწოთ ცოტა ქვემოთ? კიდევ მხარეს უნდა იყოს. როგორ? რეგისტრაციაში პადინგი რო გავუზარდოთ. ხო შეგვიძლია. ხო, მაგრამ მანდ რომ პადინგი დავწეროთ, ჩვენ ნახე რა მოხდება, აქედან წამოვა და აქედან წამოვა. ანუ თვითონ ამ names-ა ორ და ელემენტს შორის names რომ merge-ი გავუკეთოთ. merge-ი დაუწეროთ რა. კი ბატონო, ანუ ნებისმიერ შეგვიძლია ახლა ავირჩიოთ, ან inputs დავუწეროთ merge-ი ზემოდან, ან names დავუწეროთ merge-ი ქვემოდან. იდეა შეგვიძლია რომ უბრალოდ inputs მიმართოთ merge-ი. იდეა შეგვიძლია რომ რადგან merge-ის მარტო ერთ მხარეს უწერთ, პირდაპირ merge-ი ტოპი ავირჩიოთ და უთხრათ რომ merge-ი ექნება ზემოდან. მოდი მივცეთ 5 პიქსელი. ხო. და ნუ ესეთი ელემენტარული დაშორება რაღაც მივიღეთ. ო, ეხლა მგონი უკვე ნორმალურად არის ჩვენი ფორმა. იდეაში შეგვიძლია ეს ფორმის ბორდერიც, border radius-იც გავაკეთოთ. border radius მაგალითად ასეთ 5 პიქსელი არ აწყენდა. ხო, რომ ცოტა უკეთ გამოიყურებოდეს, თორე რაღაც ძალიან კუთხიანს გავდა. და უკვე name-ისთვის შესაბამისი input-ი შევადგინეთ. ახლა სასწრაფო იდეაში ახლა ჩვენ შეგვიძლია შესვენებაზე გავიდეთ და მეორე ნაწილში უკვე დავამუშაოთ კარგად ფორმები. გავაგზავნოთ მე პაროლი, იმეილის და ასე დანარჩენი უკვე სხვადასხვა ელემენტების input-ები გავაკეთოთ. ან წუთში შევიკრიბოთ. კი ბატონო. ოც გახსნას დავტოვებ, ვისაც გინდათ შესვენებას შეგიძლიათ გადაიწეროთ.
აქ მეგობრებო. დიახ, მას. დიახ, აქ ვართ. ოკეი. შეგვიძლია გავარკვევოთ მაშინ. იდეაში კიდევ ერთი რისი თქმა უნდა რა. ზოგადად ახლა არ შეგეშინდეთ ამდენი სხვადასხვა ახალი სტილის, აი მაგალითად მაგრამ ისე უცხო რა გამოვიდეთ. იდეაში ყველაფერი აქ ნაცნობი არის, ხო? მაგრამ ეს ნაცნობებიც რა შეიძლება ზოგი დაგავიწყდეთ, ნუ ერთი აუთლაინი არის ახალი. ბორდერი ფორმი იყო ახალი კიდე. ხო. აუ, მიკაცრავად. ხო. თუ აი ფორმს რო ხსნით რა, ინტერნეტზე გამიჭდა და გამაგდო და თუ შეგიძლიათ მითხრათ რომ ანუ რატო ფორმს რატო ვიყენებთ კონკრეტულად ამ შემთხვევაში და არა სხვას. სხვა კალას. ზოგადად მაგაზე ვთქვი რომ როდესაც ნუ ეხლა HTML-ში პირველ რიგში მე რომ აი აქ ბატონს შევქმნი რამე relax და აი ამ ბატონს მივცემ type submits ეს ფორმა მე რომ მაგათ 1-2-3 ჩავწე და აი თუ დააკვირდები relax რო დავაჭერ საიტი რეფრეშდება ეს იმას ნიშნავს რომ ეს ფორმა დასაბმიტდა და ჩვენ უკვე JavaScript-ის მხრიდან შეგვიძლია რაღაც ლოგიკა ავწეროთ საიდან გამომდინარეც ავწერთ ამ ფორმის დასაბმიტების შემდეგ რამო Angular-ის მხრიდან უფრო მნიშვნელოვანი იმიტომ რომ როდესაც ფორმებს form text ვიყენებთ აქ შეგვიძლია რომ რეაქტიული ფორმები გამოვიყენოთ ან templates რა even forms-ი ორი Angular-ის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი არის ძალიან მაგარი ინსტრუმენტებია ამას გავივლით დეტალურად ეს form tag-ის გარეშე ვერ მოხდება და ასევე შეგვიძლია input type submit-ი გამოვიყენოთ input-ში გადავიდა ამ ყველაფერს და ნუ როგორც ხედავთ ახლა თუ დააკვირდებით ეს არის input-ი ახლა რომელსაც type-ი აქვს submit ეს 1 2 3 აქვს ჭირდება აი type-ი აქვს submit თუ დავაჭერთ შესაბამისად ეს ფორმას დასაბმიტდება საიტი რეფრეშდება აქაც თუ გადმოვიტანთ იდეაში ეს submit-ი ამაზე არ არის დამოკიდებული მაგრამ მოკლედ ამას უფრო დეტალურად და უფრო კარგად JavaScript-ის მხრიდან ვნახავთ და გავიგებთ აი ფორმას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს იდეაში კიდევ ერთი სემანტიკისთვის სემანტიკაზე ცოტა ხანში კიდევ ვისაუბრებ სემანტიკა არის search engine optimization ანუ searching-ს ანუ ინტერნეტში მაგალითად თქვენ საიტს ვინმე რომ მოძებნის ეს SEO ოპტიმიზაცია ჩვენ საიტს ასე ვთქვათ განავითარებს იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ გვექნება სემანტიკური ტეგი სემანტიკურ ტეგებზე უფრო დაწვრილებით ცოტა ხანში ვისაუბრებთ შემდეგ აპროცესზე ვფიქრობ ამის ჩატარებას ხო აი სემანტიკურ ტეგებს რაც შეეხება ანუ არის header-ი ავი მაგალითად article-ი ანუ უფრო მოძებნადი რო იყოს Google-ში ამისთვის ჩვენ თუ არ გვექნება დაცული ეს სტრუქტურები Google-ი არ გაუწევს ჩვენ საიტს რეკომენდაციას რა და ვინმე რომ ჩაწერს მაგალითად გვაქვს ონლაინ მაღაზია მაგალითად ვყიდით სათევზაო რაღაც ინვენტარს და ჩვენ მაღაზიას ქვია მაგალითად fish უბრალოდ თევზი რა მომხარებელმა კონკრეტულად ჩვენი საიტის სახელი ჩაწეროს შეიძლება მაინც 25-26 გვერდზე ამოგვიგოს SEO ოპტიმიზაცია თუ არ გვაქვს დაცული SEO ოპტიმიზირებული თუ არ არის ჩვენი საიტი აქედან გამომდინარე ეს form tag-ი შემდეგ აი უკვე nav tags განახებთ ან ნავიგაციის tags რომელშიც ნავიგაცია უნდა მოვათავსოთ რეალურად ახლა მე აქ კი შემეძლება div-ი რომ გამოვიყენო და იმაში გავაკეთო მაგრამ უკვე searching optimization systems არ ვიცი აქედან გამომდინარე form tag-იც ერთ-ერთი ესეთი ტეგია რომელიც გამოხატავს იმ ფორმას რომლიდან გამომდინარე ჩვენ ვანიშნებთ უკვე საიტს ბრაუზერს თვითონ რომ აქ იმყოფება ფორმა
მე როგორ JavaScript-ის მხრიდანაც ფორმასთან უფრო კომფორტული არის მუშაობა, Angular-ის მხრიდან მით უმეტეს სავალდებულოა, რომ form tag-ი გამოვიყენოთ, იქიდან გამომდინარე, რომ form tag-ი რომ არ გამოვიყენოთ, ის რისი გაკეთებაც მოგვიწევს, იმას ვერ გავაკეთებ. ეხლა იდეაში ეს რო div-ში ჩავსვათ, ჩვენთვის ვიზუალურად არანაირი განსხვავება, ამას არანაირი განსხვავება არ ექნება, ნახეთ. ნუ ერთი ეს ფილაგზე დაჭერისას არაფერი არ დასაბმიტდება. კიდევ რა მინდოდა მე. ხო. ეხლა იდეაში ჯერჯერობით input type-ს ამით არ გვინდა. მოდი მომხმარებელს უთხრათ ასევე რომ ჩაწეროს. მოდი BR-ს გავაკეთებ აქ, რომ ახალ ხაზზე ჩამოვაგდოთ ეხლა. შემდეგი input-ი, მოდი ჯერ პირველ რიგში label-ი შევქნათ. for მაგალითად password. for-ის მნიშვნელობა გახსოვთ, ხო? ეს for-ი რაში მშვიდდება. ჩვენ რომ იმ inputs შევქმნით, როდესაც input შევქმნით, ID-ს როდესაც მივცემთ, რომ input label-ზე დაჭერისას პირდაპირ დაგვიფოკუსდეს input-ში. შევქმნით label-ი, რომელსაც მივცემთ მაგალითად passwords. შევწერთ აქ passwords. ხო, ინა გამორჩა. ასევე ჩვენ შეგვიძლია input-ში გამოვიყენოთ ესეთი ატრიბუტი, როდესაც მივახლოვებ, როგორც არის placeholder. Placeholder-ი რომ გადმოვთარგმნოთ, არის ადგილის დამჭერი. ანუ placeholder-ს ჩავწერ მე აქ და ეხლა input-ში შეგვიძლია მომხმარებელს მივანიშნოთ რა უნდა ჩაწეროს. ნუ ერთი label-ის საშუალებით ვანიშნებთ, მეორე შეგვიძლია placeholder-ის საშუალებით. მაგალითად უთხრათ რომ your name. და სამი წერტილი. პირობითად ესეთი რაღაც შეგვიძლია ჩავწეროთ და ნახეთ ბრაუზერში როგორ გადმოვა. ეხლა ეს placeholder-ი, ნახეთ, დააკვირდით როგორ მიწერია. ეს ზუსტად გადმოვა ეხლა ბრაუზერში რო გადავიდეთ. ნახეთ როგორ. ეს რაღაც იქნება ავტომატურად დამახსოვრებული, რომ ჩავაწყავ. არ წაიშლება, მაგრამ როგორც ერთ ასოს მაინც დავწერ. ეს ტექსტი გაქრება. ანუ დაახლოებით ვანიშნებთ მომხმარებელს, რომ თქვენი სახელი უნდა ჩაიწეროს აქ. ეს შეიძლება ეხლა არ იყოს სიმეტრიული იქიდან გამომდინარე, თუ დააკვირდით აი ამ ხაზს რო ჩამოვყვეთ. ეს ტექსტი აქედან იქნება. ეს ტექსტი უბრალოდ ცოტა შორიდან იწყება ეს ტექსტი აქ. აქ იდეაში შეგვიძლია ორი ვარიანტი გავაკეთოთ. მაგრამ ეხლა ამას შე როგორ გავაკეთებთ იქიდან გამომდინარე რომ არა ეხლა იდეაში შეგვიძლია არა აქტივი არ ვიცით. მაგრამ მე დაახლოებით განნახეთ ანუ როგორ უნდა რა რის გაკეთება შეგვიძლია. მაგალითად სანამ ფილაქს არ ჩავაწყაბებთ input-ში. მანამდე ეს placeholder-ი რაც წერია პირობითად იყოს მას, მაგრამ ფილაქს რო ჩავაწყაბებთ უკვე პადინგები გააქტივდეს. ანუ ესეთი pseudo კლასი არსებობს, ამაზე ცოტა მე ვისაუბრებთ. რის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია სტილი შევცვალოთ input-ის მდგომარეობიდან გამომდინარე. მაგალითად ეხლა input-ი თუ არის, ჩვეულებრივად ეხლა ესეთი, მაგალითად ნახეთ რა შემიძლია. ვიმართო inputs. დავწერო ორი წერტილი და active. ამ active-ში მე შემიძლია დავწერო margin-top, მაგალითად 100 პიქსელი. ნუ ეხლა ამას უბრალოდ განახებთ, არ არის მაინც და მაინც აუცილებელი ეხლა ან გაანალიზოთ, ან დაიმახსოვროთ. ჯერჯერობით არაფერი არ ხდება, მაგრამ მე ჩავაწყაბებ აქ, ნახეთ, input-ში როდესაც ჩაწყაბებული მაქვს მე. ნახეთ, რა ხდება? margin-top-ის სტილი ეძლევა. აქედან გამომდინარე, მე შემიძლია რომ inputs არა, აი active არა, ბოდიში ფოკუსი. ანუ თუ ჩაწყაბებული მაქვს. ეხლა active კონკრეტულად დაჭერილი რომ მაქვს. ანუ input-ი თუ მე მონიშნული მაქვს, ანუ თუ ჩაწყაბებული მაქვს mouse-ში შიგნით. მიიღებს ამ სტილს, რაც აქ მიწერია. მაგრამ მე შემიძლია რომ პადინგები მარჯვნიდან და მარცხნიდან უთხრან 0 პიქსელი
მაგრამ როდესაც დაფოკუსდება პადინგები ისევე 3 პიქსელი ზემოდან და ქვემოდან, 8 პიქსელი მარჯვნიდან და მარცხნიდან. ნახეთ, თავიდან იქნება ესე პირობითად რილაქს რო დავაჭერ, მე უკვე შეხედეთ გამოიწევს. მე უკვე შეგვიძლია ჩვეულებრივად ტექსტი დავწეროთ. ხო, ეს რაღაც პირობითად ესეთი ვარიანტიც რომ გავაკეთოთ. ნუ ეხლა სხვადასხვა ვარიანტებს განახებთ, რომ აი რა გზები შეიძლება სხვადასხვა სიტუაციის გამოსასწორებლად. ან შეგვიძლია თვითონ ლეიბლები ცოტა მარცხნივ გამოვწიოთ. ეხლა ეს input-ი რამდენი პიქსელით არის, უბრალოდ padding-ი რამდენი პიქსელით არის აქ, margin left-ი შეგვიძლია label-ებს დავუწევთ. აი მაგალითად labels მივმართოთ და margin left 8 პიქსელი. დააკვირდებით ახლა ყველაფერი ჩამოდგა ერთ ხაზზე. აი. იდეაში inputs მე ახლა ერთი რასაც დავუწერდი, ეს არის margin top-ი ხო გვიწერია სადაც. margin top-ი 5 პიქსელი და ქვემოდანაც 5 პიქსელი. იმიტომ რომ ახლა აი ამ label-თანაც ქვემოდანაც მინდა რომ დაშორება იყოს. აქედან გამომდინარე გავაკეთებ ეს რაღაც. merge-ს წავუშლი, top-ს წავუშლი უფრო სწორად. და დავწერ merge ზემოდან და ქვემოდან 5 პიქსელი, მარჯვნიდან და მარცხნიდან 0 პიქსელი. იდეაში, როდესაც მნიშვნელობა 0-ს წერდა, აქ არ არის სავალდებულო პიქსელების მიწევა. ანუ მაინც და მაინც არ ვარ მე ვალდებული ხარ პიქსელი დავწერო. შემიძლია პირდაპირ 0 დავწერო და ანალოგიური მნიშვნელობა იქნება. ნუ ნახოთ. მაგრამ მოდი 5 პიქსელი მგონია. ცოტა. სამდე მაინც გავწერო. აი. 10 პიქსელამდე გავზარდეთ. ეხლა აქ შეგვიძლია ისევე label-თან გადმოვიდეთ და label-ის ქვემოთ შევქმნათ კიდევ ერთი BR-ი დავწეროთ, რომ input-ი ახალ ხაზზე ჩამოვარდეს და შევქმნათ ახალი input-ი. რომელსაც type-ი მივცემთ password-ი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი დაწერილი ტექსტი input-ში გახდება დამალული და ასევე აქაც შეგვიძლია დავუწეროთ placeholder. მაგალითად ასა ბოლო ჯამში მივიღებთ ეს რაღაც. ძალიან საინტერესო რაღაც მივიღეთ. და ეხლა იდეაში ხო, ესეთ კითხვას დავსვათ. თქვენ რამე ვარიანტს ხომ არ შემომთავაზებდით მე, რომ ავიცილო აი აქ BR-ების წერა. აი BR-ების მაგივრად რაღაც კონკრეტული სტილი რომ გამოვიყო და მაგ სტილიდან გამომდინარე ყველა ელემენტი მაინც სხვადასხვა ხაზზე რო იყოს. ან name, input-ი, label-ი უფრო სწორად, ეს ორივე label-ი და ორივე input-ი სხვადასხვა ხაზზე რო იყოს. BR-ების გარეშე. UF-ში ჩავს. ხო. div-ებში რომ ჩავსვათ, საქმეს გავიგრძელებთ. უფრო BR-ზე უფრო გრძელი კოდი ვექნება უკვე. ანუ იდეაში მაგ ლოგიკას სწორად მივყევით ახლა ჩვენ რომ რაღაც ბლოკურ ელემენტში უნდა ჩავწეროთ. ჩავსვათ უფრო სწორად ჩვენი input label-ები და input-ები და აქედან გამომდინარე ყველა ახალ ხაზზე გადმოვარდებით. მაგრამ უფრო მარტივადაც ხო შეგვიძლია გავაკეთოთ. ჩვენი input-ები შეგვიძლია გავხადოთ ბლოკური ელემენტები, ან label-ები, ან ორივე, რომელიც გვაწყობს ისე მოვუწევთ. მაგალითად inputs მე ასევე, მოდი ზემოდან დავწერთ, ნახეთ, display, ორი წერტილი და block. და მომთ აი წერტილზე არ უნდა გამოგჩეს.
და ეხლა მე უკვე შემიძლია ეს ბიარები წავშალო. აქ ბიარები არ გამჭირდება. უბრალოდ აი აქ ენტერის საშუალებით დავაშორებ ამ ელემენტებს, რომ უბრალოდ გამოვყოთ. მოდი ნახოთ. როგორც ხედავთ, იგივე შედეგია. იმისგან მიუხედავად, რომ ბიარები აღარ მიწერი აღარს. უბრალოდ inputs უთხარი, რომ ეს input იქნება ბლოკური ელემენტი, თან ისედაც ეკრანის 100%-ს იკავებს და ეხლა ჩვენი ელემენტები აღარ ვარდებიან გვერდზე. და ჩამოვიწყდნენ ერთ ხაზს. ანუ input-ი ამ labels და ამ labels არიყენებს, ეს input-ი ამ labels არიყენებს. აქედან გამომდინარე, display block-მა მოგვაშორა ეხლა გაუთავებლად ბიარების წერას. მოდი კიდევ ერთი label-ი გავაკეთოთ. ხო, მოდი იყოს date-ი. აქ დავწერთ date of. დაბადების თარიღი და ქვემოთ შევქმნათ კიდევ ერთი input. Type-ი მივცეთ date-ი. და ID შესაბამისად იქიდან გამომდინარე, ამ input-ზე ID გამომრჩა, ამ ID-ში რა უნდა ჩავწერო? იმატყვის password. კი ბატონო. ანუ თუ დააკვირდებით label-ში ლოგიკურად რო გავყურთ, ნახეთ for ID. ID-სთვის. ანუ უბრალოდ ერთი და იგივე მნიშვნელობები უნდა ქონდეს ამ ელემენტს. და არ არის მაინც და მაინც password-ი აუცილებელი, მაგალითად 1-1 რო ჩავწერო. ერთი რო ჩავწერო, მაინც ანუ იმუშავებს, იქიდან გამომდინარე, რომ ერთნაირი სახლები. ახლა password-ს რო დავაჭირო, ნახეთ, პირდაპირ input-ში მიფოკუსებს. აგაც ID მივცეთ date-ი, type-ი მაქვს date-ი. იცემული რა თქმა უნდა. და აქ უკვე placeholder-ი არ გვჭირდება, რადგან არ არის სტანდარტული, ასე ვთქვათ, დასარჩევის სივრცე. ხო, ანუ ეხლა ესეთი რაღაც მივიღეთ ჩვენ. Your name, your password, დაბადების თარიღი და იდეაში ეხლა მომხმარებელს შეგვიძლია ავარჩევინოთ ქალაქი. ის ქალაქი, რომელშიც იმყოფება. იდეაში ეს შეგვიძლია რამდენიმე ვარიანტით გავაკეთოთ. პირველი არის select. ახალი ტეგი განვიხილოთ, როგორც არის select. select-ში იდეაში ჯერჯერობით name-ები და ID-ები არაფერი არ გვჭირდება. ამ ყოველს შემდეგ JavaScript-ის მხრიდან დაწვრილებით გავანვიხილოთ. მაგრამ ჯერჯერობით იდეაში უბრალოდ ერთი select-ი გამოვიყენოთ, რომელშიც ჩავწერთ options. პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ სანამ option-ებს ჩავწერთ, select-ი არის ესეთი ელემენტი, თავიდან რომ ნახოთ. ჯერჯერობით ესეთი რაღაცა არის. მაგრამ select-მა რომ იმუშაოს, select-თან დაგვჭირდება option-ები. option. ესეთი ტეგებია, რომელსაც აქვს value. აქ ეს ატრიბუტიც ჯერჯერობით არ გვჭირდება. დღეს ჯერჯერობით hold select-ის და option-ების მხრივ ტეგები განვიხილოთ, ეს value-ები იმისთვის არის, რომ შემდეგ მე მაგალითად value აქ რომ ჩავწერო 1 პირობითად, მე ამ ფორმის დასაბმითების შემთხვევაში, ანუ დადასტურების შემთხვევაში შეგვეძლება, რომ აი ეს მნიშვნელობა მივიღოთ უკვე JavaScript-ს. ჯერჯერობით ეს რა თქმა უნდა არ გვჭირდება, ჩვენ მხოლოდ ვიზუალურ მხარეზე ვართ, ამიტომაც შეგვიძლია ეს value წავშალოთ. მაგალითად, აქ შეგვიძლია ზემოთ, რა თქმა უნდა, label-ი შევქმნათ for city ჩავწეროთ აქაც სამისად და select-ს ID მივცეთ ატრიბუტის სახით city. აი როგორც input-ის შემთხვევაში ვაგრძელებით ID-ს, ასევე select-ს შეგვიძლია მივცეთ ID. option-ი პირველი შეგვიძლია ავირჩიოთ. ჩავწეროთ მაგალითად თბილისი.
პირველი პარამეტრი. შემდეგი ოპშენი. მეგობრებო, აი ამაზე ხო არიბნევით, რომ ტეგის სახელს წერდა მე ეტაპით, რომ პირდაპირ ამაზე ხომ არიბნევით შემთხვევით. არა. არა. შემდეგი ოპშენი დავწეროთ, თბილისი, მაგალითად ბათუმი. შემდეგი ოპშენი დავწეროთ კიდევ ქვემოთ. ოპშენ. და თუ მაგალითად ქვეყნების არჩევის შემთხვევაში ყველა ქვეყანა გვინდა რომ იყოს, ყველა რომ იყოს, როგორ შეიძლება ვთქვით? ყველა რომ იყოს იდეაში ამას ჩვენ ხელით არ დავწერთ, რა თქმა უნდა. ხო. ეს იდეაში ყველა ქვეყნის მონაცემი იქნება შენახული სერვერზე. ჩვენ ის რაც გავაკეთებთ, შევქმნით ერთ ოპშენს, აქ ვეტყვით, რომ სერვერზე ყველა ქალაქის სახელი რაც არის, ჩაიწეროს აქ და ეს ოპშენი ავტომატურად გამრავლდება. და ავტომატურად ჩაიწერება ის სახელები, რომლებიც არის მოცემული ჩვენს სერვერზე. რეალურად ეგ ძალიან მარტივია, ძალიან მარტივია. მან არ მოგვიწევს ნამდვილად დამიჯერეთ ყველა იმის ქალაქის წერა, ერთ ოპშენს დავწერთ და ვეტყვით, რომ აქ ჩაიწეროს ქვეყნების სახელი. აი, და მაგალითად ქუთაისი. ეხლა იდეაში შეგვიძლია გავხსნათ ბრაუზერი და მივიღეთ ნახეთ ეს რაღაც. თბილისი, ბათუმი, ქუთაისი. ხო, მოდი, ჩვენს ეხლა ამ სელექციას მივცეთ შესაბამისი სტილები. სელექციას ეხლა მე ტეგის სახელით მიმართავ. და ვეტყვი პირველ რიგში რომ display block-ი იქნება. აი იდეაში ის რა შეგვიძლია? ზემოთ label-ი გვაქვს და labels ვთქვათ, display block-ი იქნება. აქედან გამომდინარე, თვითონ label-ი აღარ დაიყენებს ამ select გვერდზე. და იდეაში select-საც შეგვიძლია მივცეთ width 100% ანალოგიურად height შეგვიძლია როგორც inputs მივეცით ანალოგიურ იდეაში ის რა შეგვიძლია ვაფშე ყველაზე კარგი რა შეგვიძლია აქ ნახეთ მე დაუწერე აი აქ input სტილები ხო მე პირობითად მინდა რომ input-მა select-მა ჩვენმა tag-მა მიიღოს ანალოგიური სტილები ანუ ესეთი რაღაც მინდა რომ მოხდეს ხო ესე მაწყობს მე რომ მაგრამ ზოგადად პროგრამირებაში ერთი ესეთი ცნება არსებობს დაუწერელი კანონი რომელიც ყველა პროგრამისტმა უნდა დაეცვას don't repeat yourself რაც მოკლედ რომ ვთქვათ იმას ნიშნავს რომ ერთი და იგივე კოდი ერთხელ დაწერილი კოდი შენ მეორედ აღარ უნდა დაწერო ანუ მე ერთხელ ეს თუ დავწერ მე მეორედ აღარ უნდა დავწერო თუ ერთი და იგივე კოდს ზუსტად ერთნაირს გავიმეორებ მეორეჯერ ეს უკვე არის შეცდომა და დარღვევა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ნახეთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ეს ორჯერ არ დავწერ. ნახეთ. მე როდესაც სტილებში აქ მიწერია რომ მივმართავ inputs. იდეაში მაუსი რომ მივიტანოთ ახლა აი ამ inputs. ნახეთ. იდეაში აქ ვიწერია რას მივმართავ. ახლა ჩვენ აქ ვიწერია რომ text მივმართავთ სახელად inputs. მაგალითად, აი registration-ზე მივიტანოთ მაუსი. ნახეთ, რაღაც ელემენტია, რაღაც tag-ია, გვეუბნება, რომელსაც აქვს კლასი registration და იმას მიეცია ეს სტილები. ჩვენ ახლა აქ ვიწერია, რომ input-ი არის რაღაც tag-ი, რომელსაც უნდა მიეცეს ეს სტილები. მაგრამ ჩვენ ამ input-ის შემდეგ თუ დავწერთ მძიმეს და მძიმეს შემდეგ დავწერთ კიდევ რამე text, ან შეგვიძლია რამე კლასი დავწეროთ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს არის select-ი, იმას ნიშნავს, რომ ნახეთ მაუს თუ მივიტან. ვიმართავ select-ს და input-თან თუ მივიტან, ვიმართავ input-ს. ან თუ დავწერ მძიმეს და select-ს,
მე ვეუბნები რომ მიეცი ეს სტილები inputs, მძიმე selects. ანუ ორივეს ახლა მიეცემა ეს სტილები და გამომდინარე ნახეთ. საინტერესო რაღაც მივიღეთ. და აი ცალ-ცალკე ჩაწერილი რო იყო მაგასა და მაგას შორის განსხვავება, ანუ ის რატო შეიძლება ყოფილიყო, რამე მახეში გამმელი ესე რო ვთქვა რა უხეშად ჩვენთვის. Select-ი რო ორჯერ დაგვეწერა? ანუ აი პიტანი გაგვაყოფილა და ქვემოთ რო იყო. ხო. ეხლა უყურეთ, ზოგადად, როგორც ვთქვი, ეს არის დაუწერელი კანონი პროგრამირებაში. გასაუბრებაზე ძალიან ხშირად არის ხოლმე ესეთი სიტუაცია, რომ როდესაც გასაუბრებაზე მიდიხარ, გაძლევენ კოდს და გეუბნებიან, ეს კოდი გადამიწერე ახლა. ანუ არის დაწერილი კოდი, რომელიც ჩვეულებრივად მუშაობს. ჩვეულებრივად სწორია, ყველაფერი ნორმაშია, არ არის არაფერი დარღვევა, მაგრამ შენ უნდა გადაასწორო. უნდა მოძებნო უფრო მარტივი გზა იმისთვის, რომ ეს კოდი ამუშაო. უფრო გამარტივებული გზა. რეალურად მარტივს ეძებ, მაგრამ რთულია. ეგეთ სიტუაციებიც არის. ჩვენ ყოველთვის უნდა გავაკეთოთ, რაც შეიძლება მარტივად და რაც შეიძლება მოკლედ ჩვენი დავწეროთ უფრო სწორად მარტივად და მოკლედ ჩვენი კოდი. აი JavaScript-ი ზოგადად აი მაგაზე ძალიან ბევრს ვარჯიშებთ, იმიტომ რომ მან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგ ყველაფერს. HTML-ზე ახლა და CSS-ზე ეგეთი მაინც და მაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ერთი რაღაც ცოდეთ, რომ რაც უფრო მეტი ხაზი კოდი გვიწერია, ჩვენ მით უფრო მეტ მეხსიერებას დაიკავებს ჩვენი პროექტი. და თქვენ წარმოიდგინეთ, საბოლოოდ პროექტის წერის დროს, ეხლა მე მაგალითად აი აქ ესე მაქვს დაწერილი, უბრალოდ label input-ი გამოვყავი, label input-ი გამოვყავი. და აი აქ გამოტოვებები იმიტომ მაქვს, რომ აი აქ ყველაფერი გამოტოვება რაც არის, ეს ყველა გამოტოვებაც იშლება, იქიდან გამომდინარე, რომ 1/მეტი ხაზი კოდი არის. აი აქ ყველაფერი წარმოიდგინეთ, რომ ეხლა space-ები წაუშალო. ყველგან უნდა იყოს მინიმალური კოდის ხაზი. იქიდან გამომდინარე, როგორც უკვე ვთქვი, რაც უფრო გრძელი გვექნება, რაც უფრო დიდი გვექნება, უფრო სწორად, რაც უფრო მეტი ხაზი კოდი გვექნება, მით უფრო მეტი ექნება ტევადობა ჩვენს საიტს და მით უფრო რთულად ჩასატვირთი გახდება ჩვენი საიტი. მაგალითად ეხლა თუ დააკვირდებით, მე link tag-ი, რომელშიც მიწერია CSS-ის სტილების დაკავშირება, მიწერია head tag-ში. რატომ მიწერია head tag-ში? და რეალურად მე შემიძლია რომ აი წამოვიდე და body tag-ში აი სულ ბოლოში დავწერო. და ეხლა რეალურად ნახეთ, არაფერი არ იცვლება. მაგრამ ეხლა ნახეთ, დარეფრეშებას დააკვირდით აი აქ. აი ამ ადგილს დააკვირდით ეხლა კარგად. აი რას ხედავთ? ნახეთ. აი აქ input-ებს ხედავთ? ვასწრებთ მაგისთან ახლოს, მაგ მომენტისთან ახლოს. კი. თითქოს რაღაცა დრო ჭირდება, რომ მიიღოს სახე. ხო. ხო, ანუ წარმოიდგინეთ რა ხდება ეხლა აქ რა, ისევ ზემოთ დავაბრუნე. და ნახეთ. ისევ არ რეფრეშებ, ჩანს? არ ჩანს. იმიტომ რომ რეალურად ეხლა ამ CSS რაღაც კონკრეტული დრო ჭირდება, რომ ჩაიტვირთოს. ჩვენ ეხლა რეალურად აქაც რას ვეუბნებით? რომ ჯერ როგორც ბევრჯერ მაქვს უკვე თქვენთვის ნათქვამი ეს, რომ ზემოდან ქვემოთ იკითხება და სრულდება ჩვენი კოდი. აქედან გამომდინარე, სანამ ჩვენი HTML-ი ჩაიტვირთება, მე ვეუბნები, რომ ჩამიტვირთე სტილების ფაილი, ანუ CSS-ის ფაილი და ეს CSS-ის ფაილი, როცა ჩაიტვირთება, მერე ჩამიტვირთე HTML, რომ არ გამოგვივიდეს საიტის სტილების გარეშე. ისევ ჯობია რომ პირობითად ერთი წამით გვიან ჩაიტვირთოს და სტილებით, ვიდრე სტილების გარეშე ჩაიტვირთოს, ჯერ და მერე აი CSS-ი შემოვიდეს. ეგ იქნება ძალიან ცუდი ვარიანტი, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მახინჯად გამოვა. საიტი სანამ ჩაიტვირთო. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მოკლედ დავწერთ კოდს, მით უფრო სწრაფად იმუშავებს ჩვენი კოდი პირველ რიგში და მით უფრო უკეთესი იქნება
ზოგადად როგორც პროგრამისტისთვის, იმიტომ რომ აი როგორც ვთქვი, don't repeat yourself. არ უნდა დაწერო ერთი და იგივე კოდი, ხაზი კოდი ორჯერ. JavaScript-ში სპეციალურად მაგისთვის ფუნქციების callbacks განახებთ. ანუ სპეციალურად იწერება წინასწარ რაღაც ფუნქცია, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი და იგივე კოდი ორჯერაა დაწერო და სამჯერ. ანუ ერთხელ წერ რაღაცას და მე ამ დაწერილს შეიძლება ორჯერ გამოგადგეს, მაგრამ ის ერთხელ უნდა დაწერო, რომ მე ორჯერ სადღაც ერთი და იგივე კოდი არ დაწერო. ამაზე კარგად ვივარჯიშებთ. ხო, რაზე გავჩერდით select. და ეხლა იდეაში აი აქ მე მინდა პირობითად ეხლა ეს ტექსტი განა მარცხნივ იყოს რა. იყოს ცენტრში. ამისთვის მე რეალურად აქ select-ს ყველა სტილი მივეცი, მაგრამ ხელს არაფერი არ მიშლის, რომ ეხლა ქვემოთ select-ს მიმართო და text align center დაუწერო. აჰა. ჩვეულებრივად უკვე წამოგვივიდა ცენტრში. აქ მივეცით სტილების select-ს, მაგრამ აქაც შეგვიძლია ესევე მიმართოთ და გავუწეროთ text align center. ხო. ესეც ჩვენი select-ი. და კიდევ შეგვიძლია გავაკეთოთ. ხო, წერან განახეთ. ესეთი რაღაც, რომ არსებობს input-ები, რომელსაც აქვს type-ი radio. radios ტიპის ბატონები, ის აი ესეთი ბატონები, ოღონდ აი ნახეთ ეხლა რა პრობლემას დავაწყო. მე ამ input-მა არ მინდა რომ აი ეს სტილები მიიღოს. კლასი მივანიჭოთ. რომელს? ამ input-ს, რომელსაც ხსნით. ხო, მაგრამ უყურე, ჩვენ ამ input-ს კლასი რომ დაუწეროთ, მაგალითად radios მიცემ კლასს. ეს არაფერს არ შეცვლის, იმიტომ რომ ეს სტილები მაინც ექნება მიღებული იქიდან გამომდინარე, რომ input-ია. და სანამ input-ი არის, ეს სტილები აუცილებლად ექნება. აქ, აი რა პირობითად აი სხვა რა ვარიანტი შეგვიძლია გავაკეთოთ. კლასი უნდა მივცეთ, მაგრამ ოღონდ აი ამ input-ს. ანუ ამ input-საც. ანუ შეგვიძლია ამ input-ებს მივცეთ კლასები და უთხრათ, რომ აი ამ კლასებმა მიიღონ ეს სტილები. მაგალითად, ამ input-ს მივცემ კლასს. წინ დავუწერ კლასს, მაგალითად inf. შემოკლებით დავწერ უბრალოდ inf-ს. ამ კლასს მე ძალიან დავაკოპირებ ახლა, გადმოვალ. მეორე input-საც მივცემ ამ კლასს, მესამე input-საც მივცემ ამ კლასს. input-ებს მივეცი სამივე input-ს მივეცი კლასი. ანუ ეხლა ეს სამივე input-ი გახდა inf კლასი. და ეხლა აქ ჩვენ ვეტყვით, რომ ჩვენ input-ს text კი არ მივმართავთ, ჩვენ ვიმართავთ წერტილი inf-ს. ანუ ამ კლასს მივმართავთ და ამ კლასს ვაძლევთ ამ სტილებს. მოდი ვნახოთ, იდეაში აქ ყველაფერი იგივენაირად დარჩა, აქ სტილები გაგვიმართა. მივხვდით აქ რა მოხდა, თუ რამე გაუგებრობა ხო არ დარჩა რამე? არა, მივხვდით. ანუ მე ვიხდით, ყველაფერი შეიცვალა რა იცვლებოდა ამით. შეხედე, ზოგადად, როდესაც აი აქ გვეწერა, რომ მიმართავ მე input.
კი. ამით ეს ნიშნავს, რომ ეს სტილები, რაც აქ ვიწერია, მიეცემა ამ inputs, ქვემოთ inputs და სადაც აი inputs ამ წერია. კი. მაგრამ ამ input-მა მე არ მინდა რომ ეხლა ეს სტილები მიიღოს. ბოლომ ხო? ხო. გასაგები. მაგრამ მე ამას რა კლასიც არ უნდა დაუწერო და რაც არ უნდა გავაკეთო. ეს ყოველთვის input-ი იქნება. და მე თუ აქ ვეუბნები რომ inputs მივმართო. მე მაშინ ეს სტილები აუცილებლად უნდა მივცე. ანუ აუცილებლად მიეცემს. ამიტომაც მე ამ input-ებს დაუწერე კლასები და კლასების დაუწერე საერთო სახელები. აქედან გამომდინარე, მე აი ამ საერთო სახელებს ვიმართავ, ანუ inputs ვიმართავ და ვეუბნები რომ ამ inputs, ანუ იმ ელემენტებს, რომელსაც აქვს კლასი input, მიიღონ ეს სტილები. ეხლა რა გამოდის, რომ რეალურად ამ სამ inputs, რომელსაც ეს კლასი input აქვს, ისინი მიიღებენ სტილებს და არა ეს input. ეხლა ამ inputs-საც მივუწერთ კლას და ამ კლასიდან გამომდინარე გავსწავლთ უკვე ამ inputs. და შესაბამისად ეხლა ეს სტილები დარჩა უცვლელი, ესეც გავუსტილავი, ანუ ჩვენ რა სტილებსაც მინდა იმ სტილებს მივცეთ. ეხლა პირველ რიგში შევქმნათ დავწეროთ პარაგრაფი. და პარაგრაფში უთხრათ მომხმარებელს, რომ მაგალითად choose food მაგალითად. აირჩიე საჭმელი. და 2 წელი. ქვემოთ ნახეთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ანუ კომენტარებს გიორგი რას გულისხმობ? ანუ ეხლა ის რადიო ხო input-ი არის ჩვეულებრივ. და რადგან tag-ი input-ი გვაქვს გასწრებული, მაგიტომ input-ებს ცალკე კლასი მივანიჭეთ. მაგრამ აი კლასი რომ მივანიჭებინა. ხო. ანუ ქვემოთ რო ანუ ახლა ამას რო რამე ხო კლასი გადაგვეწერა უბრალოდ ხო. კი. ხო, მაგრამ აქ იცი რა მოგვიწევდა, ნახე. ეს სტილები მას ჯერ უნდა გაგვენულებინა. მე ეხლა შეიძლება აქ display block-ი width 100% პირველ რიგში არ მაწყობს. height 100% არ მაწყობს. outline-ი უნდა ქონდეს border-ით საჭიროა. border radius-ი არ ჭირდება, ამ inputs, padding-ებიც არ ჭირდება, font size-იც არ ჭირდება. ანუ აქედან რეალურად ეხლა ამ სტილებიდან რაც აქ წერია, არც ერთი არ უნდა ქონდეს. და მაშინ ეგრე რომ დავწეროთ, მაშინ ეს სტილები ჯერ უნდა გავანულოთ, რომ დაუბრუნოთ display line-ი უნდა დაუბრუნოთ, width-ი უნდა გავუთიშოთ. ავტომატური უნდა მივცეთ, height-იც უნდა გავუთიშოთ, outline-ი უნდა დაუბრუნოთ, border-ი უნდა დაუბრუნოთ და მოკლედ ეს სტილები ჯერ ყველაფერი უნდა გავანულოთ და მერე უნდა დავიწყოთ ახალი სტილების წერა. ხვდები ხო რას გეუბნები? კი, მივხვდი ალბათ. ხო და ანუ მაგიტომ გვიწევს რომ ამათ კლასები მივცეთ, ყველაზე ადვილი გამოსავალ. ხო, მე თავიდანვე იდეაში მინდოდა რომ კლასებიდან გამომდინარე გაგვეკეთებინა, მაგრამ სპეციალურად აღარ გავაკეთე, იმიტომ რომ აი ესეთ სიტუაციამდე მივსულიყავი და აი ამ სიტუაციიდან მენახები და მერე გამოსვლა უკვე რა. ეხლა inputs მივეცით type radio, მოდი კლასი მივცეთ. და კლასი მივცეთ ეხლა. მოდი radio input დავწეროთ უბრალოდ მივცეთ კლასი. და ეხლა ნახეთ. მე აქ input-ი პირველი დავწერე და მინდა რომ label-ი მეორე იყოს. for მოდი ავირჩიოთ. მოდი ჯერ ავირჩიოთ რომელი საჭმელები გვექნება. მოდი პირველი ხინკალი ჩავწეროთ, რა თქმა უნდა. მაგალითად. და for ხინკალი inputs რა თქმა უნდა ID მივცეთ
ის რაც გვიწერია for-ში და ნახეთ იდეაში მე რას გავაკეთებ. ამ inputs დავაკოპირებ და ეხლა უბრალოდ გადავიყვანთ სხვა რამეში. მაგალითად, რა გვინდა ჩვენ აქ? ხინკალის მაგივრად აი რა შეგვიძლია შემოვიდანოთ. მაგალითად, რამე გაჭაპული. იყოს გაჭაპური. შესაბამისად, აქაც შევცვალოთ მნიშვნელობები. გაჭაპური, ანუ ID და ეს რომ თქოდეს, ახლა პირდაპირ იმიტომ არ დავაკოპირე, რომ დიდი ასოებით ზოგადად ატრიბუტებში არ წევ ხოლმე. ნუ ეს დიდი ასოებით დავიწყე, იმიტომ რომ პირველი ასო არის სიტყვაში და ანუ აქ არ გვჭირდება დიდი ასოებით წე. გაჭაპური და მოდი კიდევ ერთი რამე იყოს, მაგალითად ლობიანიც. yani for ID ლობიანი აქაც. ლობიანი და for-ში შესაბამისად ლობიანი. მივიღეთ ახლა ესეთი რაღაც. მაგრამ ახლა ჯერჯერობით ესე უცნაურად გამოიყურება ეს ყველაფერი. იდეაში აქ შეგვიძლია ორი PR-ი გავაკეთოთ და ჩვენ კიდევ ერთ პრობლემას შევეჭრით. რომ მე მინდოდა რომ აი ეს ელემენტები დამდგარიყვნენ გვერდ-გვერდ. ანუ display-ით გავაკეთე. display inline გავაკეთე. კი ბატონო, ანუ ახლა შეგვიძლია ორი ვარიანტი. ან ამ label-ებს მივცეთ კლასი და უთხრათ რომ display გახდეს inline-ი, ან აქ სად არის label-ის მაგივრად ამათ ამ სამ labels მივცეთ რამე კლასი და აქედან მივცეთ ეს სტილები, აქედან გამომდინარე. ნებისმიერი შეგვიძლია გავაკეთოთ. მოდი რადგან აი აქ ქვემოთ კლასების გარეშე ვარ. არა, რაც იდეაში radio input კლასი კი გვაქვს, მაგრამ ამას ახლა მე სტილებს არ დავუწევ. მოდი ზემოთ მივცეთ ისევე კლასები, ზემოთ labels. კლასი მაგალითად labels, ანუ შემიძლია ახლა რა თეგიც მიწერია, იგივე კლასი მიცი. შესაბამისად ახლა კლასის სახელის მოფიქრებას არ დავიწყებ. აქაც კლასი label-ი მივცეთ, ანუ იგივე ვარიანტს ვაკეთებთ, რაც input-ებზე გავაკეთებთ. თუმცა აქ მე რომ tag labels მიმართავ. ამის მაგივრად ახლა მე აქ წერტილს დავუწერ და უკვე იმას ნიშნავს, რომ მე აქ tag labels კი არა, class labels მიმართავ. და მოდი გადმოვიდეთ ახლა და ნახავთ ეს რაღაცას. ხო, ეს არ გვაწყობს, ახლა ნახეთ, მაშინ ამათაც სტილები უნდა დავუწეროთ. ამ შემთხვევაში ნახეთ რა შეგვიძლია? ჩვენ ეს ამოვჭრათ font size-ი და margin left-ი, margin left-ით წამოვიღოთ. ზოგადად labels. right? ყველა label-ი რაც გვექნება გქონდეთ font size-ი 24 პიქსელი, margin left-ი 8 პიქსელი, მაგრამ ზემოთ ამ label-ებს მიგქონდეთ მარტო display block-ი. მოდი შევამოწმოთ. კი ბატონო, მივიდეთ. საჭირო შედეგი, იდეაში margin left-ის გარდა აი ამათ დაჭირდებათ margin top-ი ზემოდან და ქვემოდან. ამიტომაც აი რა ვარიანტ შემომთავაზებდით მე თქვენ აქ? რომ padding-ი ხო არ ჯობია? იდეაში padding-ი არ, margin ჯობია რომ გავაკეთოთ, იმიტომ რომ შიდა დაშორება არ გვინდა რომ იყოს. აი აქ მე განახეთ ახლა ეს რაღაც. მე არ მინდა რომ აი ახლა ამათაც კლასი მივცე, მე კიდე ამ labels მიმართო და ასე შემდეგ ვიწვავ.
ყველაზე მარტივი გამოსავალი იდეაში აქედან გამომდინარე ის არის, რომ მე მიწერია ნახეთ input-ზე. ვეუბნები რომ კონდეს merge-ი ზემოდან და ქვემოდან 10 პიქსელი, გვერდებზე 0 პიქსელი. მაგრამ მე შემიძლია input-ის მაგივრად, ანუ რეალურად ეხა input-მა ზემოდან შეიქმნა 10 პიქსელი დაშორება და ქვემოდან შეიქმნა 10 პიქსელი დაშორება და ამ label-ებთან მოხდა დაშორება, ხო? მაგრამ label-ებს რო უთხრა ზემოდან და ქვემოდან 10 პიქსელი დაშორება, აქ ხო არაფერი განსხვავება არ იქნება, იგივე დარჩება. ერთი რაც შეიცვლება, იქნება აი ამ ელემენტებს შორის დაშორება. მოდი შევამოწმოთ, მე ნახეთ, აქედან ამოვჭრი ამას, ამ წავშლი. მოდი შევამოწმოთ, ნახეთ, მიეწება ახლა ყველაფერი ერთმანეთს. მაგრამ მე თუ გადმოვალ და labels მივმართავ და ვეტყვი რომ ზემოდან და ქვემოდან 10 პიქსელი, ნახეთ, რეალურად ამათ შორისაც იქნება დაშორება, ერთი select-საც უნდა დაუბრუნოთ მაშინ დაუწეროთ merge-ი 10 პიქსელი ზემოდან და ქვემოდან, იმიტომ რომ select-მაც მივიღოთ აქედან. იდეაში როგორც ხედავთ, ძალიან საინტერესო რაღაც მივიღეთ. მოიცა, აქ არ მოხდა დაშორება. არ მოხდა. ამით აბა დიდ პიქსელებზე შევამოწმოთ. ეს არ იღებს დაშორებას და ესენც არ იღებენ დაშორებას. რატო? მოდი შევამოწმოთ. ჯერ პირველ რიგში ეხლა ესენი ხო inline ელემენტები არიან, ბლოკური ელემენტები აღარ არიან და merge-ებს ვერ იღებენ. ის display ბლოკი ხო წაუშვით. ხო, აქ რა შეგვიძლია მაშინ გავაკეთოთ? მაშინ მე ამ ელემენტებს, შიდა ელემენტებს ჩავსვავ რამე კონკრეტულ div-ში. რომელსაც მივცემ class-ს. ამ div-ს. და მაგალითად middle ესეთ class-ს მივცემ და middle inputs, ნახეთ რას გავაკეთებ. CSS-ში მივმართავ და ვეტყვი ზემოდან და ქვემოდან merge-ი 10 პიქსელი, გვერდებზე 0 პიქსელი. ამას 10 პიქსელს დავუბრუნებ დაშორებას და მივიღეთ შესაბამისი შედეგი. შეგვიძლია ეს გამოვწიოთ ცოტა და ესეთ საინტერესო რაღაც გავაკეთოთ. აქ ქვემოთ კიდევ ერთი input-ი შეგვიძლია შევქმნათ. საბოლოო ჯამში, რომელსაც type იქნება submit-ი და მეორე input-ი, რომელსაც type იქნება reset. ანუ განართლების ვარიანტი. ერთი კითხვა მოგწევთ. ხო. აი ეს input-ი და label-ი ხო, აი ბოლოს რადიოები შევქმნით. ეგენი ხო ცალ-ცალკე ელემენტები არიან და რატო დაყვება labels რო უთხარით margin კონდეს 10 პიქსელი ხო, რატო ჩამოყვა ზუსტად? მაიც ვერ მივხვდი. ანუ თქვენ ხო labels უთხარით რომ merge-ი კონდეს 10 პიქსელი ზევით თუ ზევით უთხარით თუ ქვევით ავით აღარ ზემოდან და ქვემოდან 10 პიქსელი, გვერდებზე 0 პიქსელი. ხო და ანუ წესით ხო ცოტა ხომ უნდა ჩაწეულიყო ის label-ი, მაგის ქვემოთა label-ი. პირველი label-ის ქვევით რომელიც არის ხო უნდა ჩაწეულიყო დაბო. 10 პიქსელით. ეს არა, ხინკალი და ხაჭაპური დაბობიანი როგორ. ამათ შორის არის ახლა დაშორება. ნახე? კი არის, ხო და მაგას ვწეხი რო არის ის გვერდზე რო checkbox-ი აქვს რაღაცა რატო დაყვება ზუსტად მაგას. იმიტომ რომ ნახე, ეს ორივე ელემენტი ხო არის inline ელემენტი. ეს ორივე დადგნენ ერთხანს. ეხლა ესენი ორივე თავისი ელემენტები არიან, ერთმანეთთან არანაირი კავშირში არ არიან, რა? მაგრამ შუაში არის ერთი div, რომელსაც აქვს ზემოდან და ქვემოდან merge.
რომელმაც უბრალოდ ესენი ზემოთ დატოვა ერთ ხაზზე, ესენი ქვემოთ ჩამოაგდო ერთ ხაზზე. აქედან გამომდინარე, უკვე ესეთი საინტერესო რაღაც მივიღეთ, რომ არა, იდეაში, ანუ აქ ესენი რატო არიან ერთ ხაზზე, ეგ ძალიან მაგაზე მარტივი პასუხია, რომ ორივე inline ელემენტია. და ერთად არიან. უბრალოდ ეხლა ესენი ერთად ყველა ერთად იმიტომ არ არის, რომ წერან ბიარი თქონდა ჩამოგდებული. მაგრამ მე ეხლა ეს divი არ აკავშირებს აი ამას. შიგნით შევწევ ეხლა. ეს divი არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ესენი ეს დააყენოს ამასთან, ეს კიდე ამასთან. მიხდი თუ სხვა რამე გითხარი. შეიძლება ანუ მაშინ ესე გითხავთ, აი იმ radius იმას ელემენტს. ზუსტად იგივე merge-ი უწერია, რაც labels. ხო არა. ხო და მაშინ იდეაში, ანუ ერთი divი გვაქვს გამოყენებული. ანუ ერთი label და ერთი radio input-ი გვაქვს მარტო ერთ divში. დანარჩენი არ გვიზის divში. და თუ labels უთხარით, რომ merge-ი კონდეს ზემოდან და ქვემოდან, მაგას ვკითხავ divში, რომელიც კაი გავიგე, მაგრამ divებში, რომელიც არ ზის, იმის radio რატო დაყვება იმ labels. თუ labels ცალკე margin-ს ვეუბნები, ხო ცალკე ელემენტია. ამათ merge-ები საერთოდ არ აქვს. ამ divმა რო შეიქმნა merge-ი, ეს ორივე ელემენტი აწია ზემოთ და ეს ქვემოთ ჩამოწია. რეალურად ეხლა მე რო აი აქ ესენი გაუთიშო merge-ები და წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ merge-ები საერთოდ არ მიწერია და მიწევებულიანი არიან ერთმანეთს. ამას დროებით დავაკომენტარებ ხელი შეგვიშო. ნახე, ეხლა რეალურად ერთმანეთზე მიწევებულები არიან, მაგრამ მე ამ divs აი აქ შუაში, აი ეს ხაჭაპური რაშიც ის ეხლა ეს აწევს ამას ამ ორივე ელემენტს ერთდროულად, ზუსტად ერთ დონეზე ზემოთ და ამ ორ ელემენტს ჩამოწევს ერთ დონეზე ქვემოთ. ერთნაირად. ეგრე მივხვდები, მე მეგონა მარტო label-ებს უთხარით. მე მეგონა divზე არ გვეწერა. არა. ამ divიდან გამომდინარე იმას ვქენ გავწიეთ. ეგრე მივხვდი. ოკეი. და იდეაში აქ ორი input შევქმნით, type submit-ი, კლასიც მივცეთ inp, რომ შესაბამისი სტილები მიიღო. და ამ ორივე ელემენტებს შორის მოდი, იცით რა შეგვიძლია აქ დამატებითი კლასებიც მივცეთ. იდეაში ნახეთ რა კლასი შემიძლია მივცე middle input. ანუ middle input ხო აღწერილი გვაქვს ჩვენ ზემოდან და ქვემოდან 10 პიქსელი უნდა იყოს დაშორებული. ამიტომაც ამათაც შემიძლია კლასები მივცე middle input, ანუ მეორე კლასებად თუ დაუწე, ამ სტილებსაც მიიღებენ და ექნებათ ესეთი დაშორება. ასევე ესეთ უცბად განახებთ, ესეთი სტილი არსებობს. ნახეთ, რადგან ამათ ეს კლასი აქვს middle input, ნუ უცბად განახებთ, ეხლა წვალებას აღარ დავუწევ. cursor pointers თუ დავწერ, მაუსის მიტანის დროს ნახეთ, ესეთი თითის მაჩვენებელი გამოდის, რომელმაც შემიძლია დაწყაბება. იდეაში აქ რომ იმას ვქნათ, ეხლა დავაჭიროთ reset-ს, ნახეთ რა ხდება. ზოგადად ეს type reset-ი რაში გჭირდება. მაგალითად, თაისი ავირჩიე. reset-ს რომ დავაჭირო, ნახეთ, გასვთავ და ყველა ეს form tag-ში რო არ გქონდეს, არ იმუშავებდა. და კიდევ ერთი, ნუ შემდეგ აკეთოზე კიდე ეს დასამთავრებელი გვექნება, ეს ფოლდერები შეინახეთ აუცილებლად არ წაშალოთ. ეხლა ეს სამივე ელემენტის მონიშნა შემიძლია მე რეალურად აქ ისე მინდოდა რომ გამეკეთებინა რომ მხოლოდ ერთის მონიშნა იყოს შესაძლებელი რა. მოდი აქ ვუთხრათ რომ საჭმელი კი არ აიჩუს. ჩუს favorite food-ი ამ ფავორიტი საჭმელი აიჩუს რა ყველაზე ძალიან რომელიც უყვარს. ამ სამიდან გააკეთოს ერთ-ერთის არჩევანი. ამისთვის ჩვენ შეგვიძლია რომ ეს სამი input-ი გავარაერთიანოთ ერთ ჯგუფად. და თუ ერთი ჯგუფი იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ
ამ სამიდან მხოლოდ ერთ-ერთი არჩევა იქნება შესაძლებელი. ერთ ჯგუფად ეს ინფუტები რო გავაერთიანოთ, ანუ დააკვირდით ახლა კარგად, მოდი space-ებს გავაკეთებ მე ახლა რომ კარგად მიხვდეთ განსხვავებას. ანუ ეს ინფუტია, ხინკალი, მეორე ინფუტია, ხაჭაპური და მესამე ინფუტია ლობიანი. ახლა ესენი ერთ ჯგუფად რომ გავაერთიანოთ, იმისთვის რომ მხოლოდ ერთადერთი არჩევა შეგვეძლოს. ჩვენ უნდა მივცეთ, ახეთ ესეთი ატრიბუტები name. name ატრიბუტში, ახეთ სამივე inputs დაუწერე name ატრიბუტი. და უნდა მივცე რამე საერთო სახელი. მაგალითად ფუტი. ამ სამივეს name-ში ერთნაირი მნიშვნელობა თუ ექნებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ესენი ერთ ჯგუფად გაერთიანენ, ასე ვთქვათ, და შემეძლება რომ აქედან ავრჩიო მხოლოდ ერთი. ეს საინტერესო რაღაცას მივიღებთ. აქ კიდე რამდენიმე პატარა დეტალი დაგვრჩა ასახსნელი, ბოლომდე ვერ გავავედით ეს. მაგრამ შემდეგ აკვეთილზე აუცილებლად ამას კიდევ ერთხელ გადავიმეორებ. კიდევ ერთხელ გადავურბენ, ფორმები ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის. და დავამთავრებთ ასევე და გავაგზავნებთ მე შემდეგ თემასაც დავიწყებთ. ხო, იდეაში დღეისთვის ახალ თემას მოვჭით, რამე კითხვები თუ გაქვთ? კარგი, თუ არ გაქვთ კითხვები, მაშინ დაგემშვიდობებით დღეისთვის და შევხვდებით შემდეგ ლექციაზე. რამე დავალება კიდევ დაემატება? კი, ყოველ ლექციაზე დაგემატებათ. ყოველ ლექციის შემდეგ არის ან დავალება? კი. ნახავთ. დაგემშვიდობებით, კარგად. მადლობა ნახვამდის. კარგად იყავით.